პრობლემა საქართველოში არის არა იმდენად ხელისუფლებაში, რამდენადაც თვითონ პოლიტიკურ კლასში. პოლიტიკური კლასი მომწინააღმდეგე ხალხი არ გამოდის კი არა. არც პოლიტიკური კლასი ოპოზიცია პირობითად არ ახმოვანებს ხალხის მოთხოვნას. უარგისი ოპოზიცია იყოს ეს იმდენად არ გამოდის ის ხალხი. ხელისუფლებას პასუხისმგებლობა. მე მაინტერესებს ოპოზიცია რა თემაზე დებატობს. თქვენ ამბობთ რომ ოპოზიცია არ გვიშვამს ამ საკითხებზე, ჩვენ რატომ მოვაგვაროთ ეს პოზიცია ხელისუფლება? ხელისუფლებაში ყველაფერი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების ბრალია. პასუხისმგებლობა რა შეეხება პარლამენტს, რა თქვა, ოპოზიციის საქციელი, მაგრამ დააკვირდით ბიძინამ რა თქვა, შვა უნდა გაიკრიფოსო და მე ვარო ხელთუქმნელიო და სხვა დანარჩენი, თუ არა და ესენი მოვლენო, ხო? პოლიტიკური დანაშაულიყო. ხელისუფლება უკვე სპეკულირებს 13 წელი ამაზე, რომ მე თუ არ ვიქნები მოვა ეს და მიამიტი ხალხი მოტყუებული იქნება. მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ, ეს არის გადაცემა versus TV36-ზე, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს ჩემი გადაცემის თემა არის ძალიან აქტუალური, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და შესაბამისად ჩემი გადაცემის სტუმრები არიან ბატონები გიორგი ცუცქირიძე, ეკონომისტი და დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი, პროფესორი. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რადგან ეს ძალიან აქტუალური თემა ყოველთვის, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო გააქტუალურდეს ფასების საკითხი, რა მოიმატა, რა გაიაფთა ევროპას ვედრებით, დიდი ამბიციებით არის წარმოდგენილი ჩვენი ხელისუფლება და შესაბამისად ეს იწვევს პროტესტს მოსახლეობის. მოდი გავშალოთ და თქვენი პროფესიონალიზმზე დაყრდნობით უფრო დეტალურად გავაცნოთ საზოგადოებას რა და როგორ. ბატონ გიორგი, თქვენით დავიწყებ. აი მე ეხლა მართალი გითხრათ, აქ მონაცემებში მიწერია, რომ მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით და ეს ზრდა ნარჩუნდება ჩვენ ვიხილეთ დებატებში ბატონი ირაკლი კობახი და ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ძალიან შემართებით საუბრობენ ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა მეორე მხრივ საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში იქნება თუ ჩვენ ირგვლივ ტენდენცია არის და ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ჯიბეზე ამას ვერ გვგრძნობთ. მოდით აი თქვენ როგორც პროფესიონალი, რას გვეტყვით, რაში გამოიხატება ეს ეკონომიკურის და ადამიანები ვერ გრძნობენ და უმადურები არიან თუ რაღაც ხელისუფლებას ეშლება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეხლა ეს სტატისტიკა რაც ქვეყნდება მარტო სტატის შეფასება არ არის. ამას შემდეგ ეგრე ვთქვათ, ფილტრში ატარებს მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და მთელი რიგი პარამეტრებია, რომლითაც ითვლება. რაც შეეხება მოსახლეობას, ანუ ლაპარაკი რო ესენსი არ არის ცოტა უტრირება. ზუსტად ეგრეა, რომ არის მაღალი ზრდა მარტში 10.7, ეს ძალიან მაღალი ზრდა უნდა გითხრათ. იმაზე მაღალი ზრდა არის, ვიდრე შარშანი იყო. ცალკეული თვეების მიხედვით რომ გადავთვალოთ და კვარტალში, პირველ კვარტალში, ანუ შარშანდელ პერიოდს რო შევადაროთ, ზრდა ეგრე ითვლება, გასულ პერიოდებს დარდება, არის დაახლოებით პირველ კვარტალში 9.1%. ეხლა ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი რეგიონშიც. რეგიონს მარტო ამერიკა-კავკასიას არ გულისხმობ, გულისხმობ თურქეთსაც, რუსეთსაც, შუა აზიასაც. სოფლიოში სხვათა შორის ერთ-ერთი ყველა მაღალი ზრდა და რაც ყველაზე საინტერესოა, იგივე ევროკავშირში, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი, ერთ-ერთი. არა, ზრდა კი არ არის პირიქით შენელება და რეცესიაში შედის ეკონომიკა. ანუ ევროკავშირსაც უსწრებს. ევროკავშირში ამ წუთში რეცესია გამოიწვია სხვა ფაქტორებმა, სხვათა შორის ეს არის გლობალური მიწოდების შოკი ქვია ამას. რაც ენერგეტიკის ფასებზეა და რუსეთ-უკრაინის ომი, მასში აქტიურმა ჩართულობამ ევროკავშირში პირდაპირ არის ჩართული, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ სხვა კომპონენტებითაც, სამხედრო კომპონენტებითაც და ენერგორესურსების გაძვირება აისახა პირდაპირ მათ ეკონომიკაზე. რო ახსნა, რო გასაგებად ევროკავშირის ბატონად ინფორმაციით ამბები, მაინც აქ წარმოებლური ეკონომიკა, წარმოების ეკონომიკა აქვს. და რო ძვირდება ეს ენერგომატარებლები, როგორ თვითღირებულება ძვირდება, იქნება სერიოზული პრობლემები და შეიქმნა კიდევაც და ამას ეკონომიკურ ასპექტში რო გადავიტანოთ, ქვია მიწოდების შოკი. მიწოდების შოკი რა არის? ამ ომმა, ხო, და ჰორმუზის კრიზისი დაემატა. ეხლა წავიდეთ ევროპაში და ევროპის საკითხი არის, რომ ძვირდება ენერგომატარებლები, ძვირდება პროდუქცია, რაც შორის საწუწათო პროდუქცია. ეს ევროპაში? სოფლიოში. საქართველოში და ევროკავშირში აისახა ეს მათ ეკონომიკაზე, ძირითადად მიზეზი გითხარით ენერგეტიკული ფაქტორი იყო, რამაც გამოიწვია სერიოზული ეკონომიკური შენელება. უბრალოდ რეცესიაში შევიდა.
რეცესია არის გარკვეულ პერიოდში რო ვარდნა. ერთ დღეში და ერთ თვეში კი არა. მინიმუმ 6 თვე, მაგალითად ან 9 თვე, როცა ეკონომიკა მიდის, ან 2 კვარტალი, ეკონომიკა მიდის ვარდნისკენ. ანუ ის დააღარა აქ რა წინა პერიოდში ქონდა. აი ჩვენთან საქართველოში რის ხარჯზე იზრდება და აქ ბატონებთ თქვენც მინდა ჩართო თქვენ დაასრულეთ. გეტყვით ახლა დაგითავეთ. კი ბატონო, რის ხარჯზე იზრდება? საქართველოში რო არის მაგალის და ეს საერთოდ დაკავშირებული არის მთელი ფაქტორებთან. მათ შორის დამატებითი ღირებულების ფაქტორთან, პროდუქციის გამოშვების ფაქტორთან, რა პროდუქცია იწარმოება წინა პერიოდთან შედარებით და მომსახურება და ზოგადად დარგების ფაქტორთან, აი რომელი დარგი მოქმედებს ყველაზე უფრო მაღალ დაზე. აი ჩვენთან რა იწარმოება? ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადგილობრივი ექსპორტია გაზრდილი სხვათა შორის თუ წინა პერიოდებში. ექსპორტი იზრდებოდა, მაგრამ რეექსპორტის ხარჯი იზრდებოდა. ჩვენთან ექსპორტია გაზრდილი. ექსპორტი არის ყველა ექსპორტი, რომელიც საქართველოსთან გადის სხვა ქვეყნებში, გარდა ადგილობრივი წარმოებისა, გარდა აქ ნაწარმოები პროდუქცია. ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, მათ შორის აგროსექტორში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კონტრიბუცია ეკონომიკურ დაში არის მაღალი. ეს პოზიტიური ფაქტორები, რაც შემიძლია გითხრა. ადგილობრივი ექსპორტი, კაი, იმიტომ არის ეს არის უცხოური ვალუტა მყარი და ეს არის დასაქმება. დასაქმება, რა თქმა უნდა, და მეორე ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგია, რომელსაც ყველაზე მაღალი დამატებული ღირებულება, ანუ ყველაზე მაღალი ხარისხი ეკონომიკურ პროდუქციაში და ეს უკვე არის არა მხოლოდ ექსპორტი ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით, არამედ ეს არის ეკონომიკის ეგრეთ ვთქვათ, უფრო მეტი დივერსიფიკაცია. ანუ ეკონომიკა იზრდება არა მხოლოდ ტრადიციული დარგების ხარჯზე. თქვა ტრადიციული დარგები რა არის? მეღვინეობა მაგალითად ითვლება აგროპროდუქციის ნაწილი ტრადიციული ეკონომიკურ დარგებად, სექტორებად. არამედ ეს არის ახალი გლობალური ტენდენციის შემადგენელი. ანუ ეკონომიკა რო იზრდება, პროდუქციის გამოშვებიც იზრდება, მომსახურებაც იზრდება და რაც თავარია, დასაქმება იზრდება, თქო რომ მკითხეთ როგორ იზრდებაო. დასაქმება იზრდება, იმიტომ რომ პატარა მაგალითს მოვიყვან. კომპანია, რომელსაც გუშინ ჰქონდა მილიონი შემოსავალი და ასაქმებდა 100 კაცს. თუ დღეს გაუხდება 1.5 მილიონი, მას აქვს საშუალება გაფართოვდეს, ახალი ფილიალი გახსნას, მაგრამ კომპანია მაინც საბოლოო ჯამში მუშაობს გაფართოებას. ეს თეორიულად და ბუნებრივ ახალ ადამიანებს ასაქმებს და თუ საუბარია მოსახლეობა რატომ ვერ აღიქვამს, მე უნდა გითხრათ, რომ ეს სხვა თემაა. არა, ეს არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის თქვენ გისმენთ და განცდამაქვს რეალობაში. რომ ეკონომიკა რო იზრდება, ეს არის ფაქტი. ეკონომიკა რო სტრუქტურულადაც იზრდება. ეს ფაქტი, გითხარით, ფაქტები არა, რეალობაა. დასაქმებაც იზრდება. მე ციფრებს გეტყვით, სტატისტიკით. საშუალო ხელფასიც იზრდება სხვათა შორის. რამდენია საშუალო ხელფასი? ნუ საშუალო ხელფასი რო ავიღოთ, პრემიერმა თქვა 2400 შედარებით დაახლოებით 23% არის გაიგო. 2400 ლარიაო? 2000 რო გადაცდა ის საშუალო ვიღაცას მაღალია, მაღალია, ვიღაცას დაბალია. 2000 როგორ გადაცდა? როგორ ითვლება მაშინ მეკითხვა ეს საშუალო ხელფასი? ორი მეთოდი, ორივე მეთოდით გაიცადა თუ გაიცადა. კარგით, მოდით დაასრულეთ და ბატონი დემონსტრაციას ჩავთოთ რა. აი მარტივად გეტყვით როგორ ითვლება. ერთი არის პირდაპირი მეთოდი, აი ვიღაცაც აქვს ძალიან მაღალი, ვიღაცას დაბალი და ამათი ჯამი. მეორე არის წესვლა გამორიცხო ყოველდღე. ცალკეული ჯგუფებით, ესე იგი, იწონება, როგორც მაღალი, ისე საშუალო, ისე დაბალი და იმის შეწონილი გამოდის. ორივე მიმართულებით გაზრდილია. ბატონო გიორგი, ნახეთ, ანუ დასაქმებულების საშუალო ხელფასი ითვლიან და რამდენი ადამიანია დაუსაქმებელი, ის არ გვინდა, არ დავთვალოთ იმ სტატისტიკაში, ის არ გვაინტერესებს. სიტყვაზე 100 კაცი თუა დასაქმებული საქართველოს დაუსაქმებელი თქვენ რა შეძახით? ვისაც არ აქვს შემოსავალი. და რამდენი პროცენტია იცით სტატისტიკით? თქვენ მითხარით. ჰა? თქვენ მითხარით. რამდენი? თქვენ მითხარით. მე გეტყვით. დიახ. ოფიციალური სტატისტიკით უმუშევრობა საქართველოში ბოლო 3 წელიწადში არ გვინდა იმის იქით არის შემცირებული 18%-დან 12.9%-თან. ნუ მაღალია ახლა მე კი არ ვიძახებ დაბალია. ევროკავშირთან შედარებით მაღალია, მაგრამ ჩვენ რას ვადარებთ? დინამიკას და ტენდენციებს თუ დღეს მაინც მაღალია. ანუ ჩვენ არ უნდა ვთქვათ რომ დაბალია. ევროკავშირთან შედარებით არის მაღალი, არის საშუალო 6.5%. მაგრამ ეს რაზეა დამოკიდებული? თუ მომავალ წლებში ეკონომიკა თქვენ ამბობთ გაიზრდება,
დასაქმებაც გაიზრდება, უმუშევრობა პროგნოზ გეტყვით მე 2028-30 წლებში ჩვენთან იქნება დაახლოებით 7-8%. ბატონ დემურ, არ ვიცი, კითხვა შემოგაშველოთ თუ პირდაპირ პასუხზე გადახვალთ. მე გულწრფელად მგონია, რომ რეალობას აცდენილია ეს. მოდით ასე ვთქვათ, რა კი ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელობა არ აქვს არანაირი, ვინ უჭერს ხელისუფლებას, ხარს ვინ არის ოპოზიცია. იმიტომ რომ ჩვენ პარტიული სტრუქტურის წარმომადგენლები არა ვართ, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს ეკონომიკა როგორც მეცნიერება, რომელიც გამოიყენება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, რომ ვიტყვიან, ინსტრუმენტად ყველა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მიზნებს. პირველ რიგში გლობალურად სოციალური მიზნების მიღწევისათვის. ამას ემსახურება, ხო სწორი? ეკონომიკა. თუ ჩვენ ვისაუბრებთ ყოველგვარი, თქვათ, იდეოლოგიების გარეშე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც საუბარია ეკონომიკის ზრდაზე, ჩვენ აქ ორი ფაქტორი გვაქვს. არის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის გზა, ანუ მიმდინარე ფასებში და არის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. როგორც წესი, სტაბილურ პერიოდში აღებულია საწყისი წელი და დღევანდელი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გადაყვანები იოლია მაჩვენებლებისა უნდა შედარდეს მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ 2010 წელი, სიტყვაზე ვამბობ. ესე იგი დღევანდელი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა როგორია, ჩვენ შედარებული უნდა გვქონდეს სხვა სტაბილურ წელთან. გარდა ამისა, თუ ჩვენ მარტო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას შევხედავთ, ეს მონაცემი არ არის. ეს ცუდი მონაცემია, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში, როცა მთლიან შიდა პროდუქტს აცხადებენ, პარალელურად იქ რამდენიმე მონაცემი არის. პირველ რიგში, როგორია დასაქმება არასასოფლო სამეურნეო სექტორში. ჩვენ ვიხილავთ 1 წელს, 6 თვეს მნიშვნელობა არ აქვს. მეორე, როგორია კერძო სექტორში შემოსავლების ზრდა. როგორც ფირმებში კერძო, ისე შინამეურნეობებში, ანუ ოჯახებში, ხო? თუ ეს მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემს არ ახლავს, თქვენ გაქვთ პრობლემა აღქმის. ფასადური სურათი. შეიძლება ეს ზრდა იყოს, მაგრამ ეხლა შევხედოთ მეორენაირად. როგორ არის ბაზარი ორგანიზებული? როგორია ჰორიზონტალური ინტეგრაცია იმ ფირმებისა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებენ, ხო? რამდენად არსებობს ის ჯგუფები და ქართული გარემო ეს არის ძირითადად ოლიგოპოლიური ჯგუფები, ანუ 3-4-5 ძლიერი ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს ანგარიშს უწევს და ერთმანეთში ინაწილებენ ოლიგოპოლიის არსი ის არის, რომ ერთმანეთში გაინაწილონ მოცულობა, იმიტომ რომ თბილისში ახლა რამდენი ოლიგოპოლიური ჯგუფიც არის, ამაზე შემდეგ ვისაუბრებ, ხო? მათ არ შეუძლიათ ახლა იმაზე მეტი რამე გაინაწილონ, ვიდრე თბილისს შეუძლია აღიქვა და აიწვის, ხო? ამიტომ ამ ფარგლებში იციან როგორია დაახლოებით მათ პროდუქციაზე მოთხოვნა, ინაწილებენ, იმიტომ რომ ომი მათთვის არ არის სასურველი. ეხლა რაშია პრობლემა, რატომ არის ოლიგოპოლია და ქართული მთლიანად ეკონომიკური ბაზარი, ეს არის ოლიგოპოლიური ბაზარი და უფრო მეტი რამ, ოლიგოპოლია გადაძდილია ოლიგარქიაში, იმიტომ რომ ყველა ეს დიდი ჯგუფი არის ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი. ეხლა ხან წიგნზე ვსაუბრობდით, თამაშების თეორია გამოვა სულ ცოტა ხანში, სადაც დეტალურად არის, ღრმა მათემატიკა ჭირდება ყველაფრის ანალიზს. ეხლა რო შევადაროთ ჩვენ რატომ არის საქართველოში ოლიგოპოლიური ბაზარის ძალიან საშიში და ის მაჩვენებელი, რომელიც ფორმალურად არის, მაგრამ ეს არის ოლიგოპოლიის კუთვნილება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ შემდეგ ხდება უკვე
სახელმწიფო შესყიდვების მექანიზმით ისევ ამ ოლიგოპოლიურ ჯგუფებზე ამათი გადანაწილება ფაქტობრივად ხდება ქართული ეკონომიკური სივრცის მონოპოლიზაცია ოლიგოპოლიური და უფრო უარესი ოლიგარქიული ჯგუფების მიერ. ეხლა შევადაროთ ერთმანეთს, ყველა ვიცით რა არის მონოპოლია, ხო სწორია? ანუ ერთი გაბატონებული ჯგუფი. მონოპოლია არ ნიშნავს ერთ ფირმას, შეიძლება იყოს ენრაოდენობის ფირმა, როგორ ყალიბდება მონოპოლია? მონოპოლიაში მკაცრი ურთიერთობებია, ეფექტურია სხვათა შორის, ისევე როგორც თქვათ თავისუფალი კონკურენცია, რატო? თქვენ გინაწილებენ შიგნით რაოდენობებს, თქვენ ვალდებული ხართ დანახარჯების ფუნქცია, ეგრეთ წოდებული ზღვრული დანახარჯების ფუნქცია, ანუ თქვენ რომ მოუმატოთ ერთი ერთეულით როგორია, ხომ? უნდა გქონდეთ საერთო მონოპოლიური, იმიტომ რომ მონოპოლია გადის მოგების მაქსიმუმზე და შენ მონოპოლიაში შემოვალ ჯგუფს არ მოგცემენ, რომ დიდი დანახარჯები გქონდეს, იმიტომ რომ შენ ურტყამ საერთო მოგებას, ხომ? მონოპოლიური ჯგუფი საქართველოში არის 1-2. ნამდვილად მაგალითად აიღეთ ელექტროენერგია, მონოპოლია არის ფაქტიურად, არის წყლის სისტემა, რომელიც მონოპოლურია, როგორ შეიძლება მათთან არის ბუნებრივი მონოპოლია, არის შეიძლება ვიღაცამ აი რაღაც მოდი შევადაროთ ეს ოლიგო. ხო, ესე იგი, მაშინ ამას სჭირდება ანტიმონოპოლური რეგულაცია, წესიერი, გამართული, შორიდან თავი მექანიზმების მეშვეობით. რა არის, მოდი საშიში რატოა საქართველოში მდგომარეობა ეს ავხსნათ. მონოპოლია აკეთებს იმას, რომ უშვებს ცოტა პროდუქციას მაღალი ფასით. თუმცა თავის მოთხოვნის მრუდზე ზის, სხვაგან ვერ წავა, იმიტომ რომ ბევრი რომ გამოუშვას, არა, მას არ აინტერესებს საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილება, სოციალური ფუნქცია მისი საქმე არ არის. ის უშვებს თავის ბიზნეს ინტერესებს. ესე იგი, რომ შევადარო მე მონოპოლია და ოლიგოპოლია ერთად რას აკეთებს, მონოპოლია უფრო ცოტას უშვებს, თორე დიდი ფასი აქვს. ოლიგოპოლიურ ჯგუფებს უფრო მეტი გამოშვება აქვთ, მაგრამ ფასი ამაზე ნაკლებია. მაგრამ ის რასაც კონკურენტული გამოქვია, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეს ხელისუფლება, ის მომკვდარია საქართველოში იძულებით, რასაც ქვია კონკურენტული წონასწორობა, როდესაც არ არსებობს ჯგუფი, რომელსაც გააჩნია საბაზრო ძალაუფლება, რომ ფასზე იმოქმედოს. ესე უნდა ხდებოდეს? ასე უნდა. რატომ? როგორ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ან ნებისმიერ ქვეყანაში როგორ აკეთებს ხელისუფლება? ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, ამაზე დიდი სისულელე პროფესიული თვალსაზრისით არ არსებობს, იმიტომ რომ ჩემ წიგნში დამტკიცებულია ძალიან რთული ორი ნობელის ლაურეატი, რომ ორი თემა რომ დაჯილდოვდა ნობელის ლაურეატით, ეგრეთ წოდებული ეროუდებრეს თეორემა მაქვს დამტკიცებული, რომელმაც სმიტის ის უხილავი ხელი თეორიად აქცია და ყოველთვის 200 წელი დაჭირდა იმას, რომ შეიძლება თუ არა იყოს ის, რა არის უხილავი ხელი. უხილავი ხელი, რომ გადმოვიტანოთ ეკონომიკურ ენაზე, არის ის წონასწორული ფასები. რომ ბაზარი თავის თავს არეგულირებს ფაქტობრივად. სრული სისულელია, მაგრამ იმის თავს, რომ ბაზარმა თავისი თავი არეგულირებს, არის უმკაცრესი შეზღუდვები, რომელიც რეალურად არ არსებობს, მაგრამ ეროუდებრეს თეორემის საინტერესო მთავარი მიგნება ის არის, რომ ეს პრინციპში შესაძლებელია თუ შენ ასეთ პირობებს შექმნი. ამიტომ აპრიორი იმაზე საუბარი, რომ ბაზარი თვითონ დაალაგებს ძალიან დილეტანტურია. ესე იგი, ნახეთ, კონკურენტული წონასწორობა ეს არის წონასწორული ფასები, ანუ უხილავი ხელს რასაც უწოდებს, თუმცა გითხრათ სიმართლე, სმიტი აქ აბსოლუტურად არა მეცნიერულად საუბრობს, მან მხატვრული მეტაფორა გამოიყენა, თუმცა არ დაასაბუთა რა არის ეს და არ დაასაბუთა ის თუ რა პირობებში შეიძლება რეალიზება. ეროუდებრემ ეს გააკეთეს უკვე მე-20 საუკუნეში, მაგრამ საქართველოში ამაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ არსადეს არის სწავლება და ამიტომ გონიათ ისევ ადამ სმიტის ეკონომიკა მუშაობს. ახლა ნახეთ, თუ აქ
არავის ძალაუფლება არ აქვს იმოქმედოს ფასებზე კონკურენტულ წონასწორობაში და ყალიბდება ის, როდესაც გაცილებით დიდი რაოდენობის მოცულობის პროდუქცია იწარმოება და ყველაზე დაბალია ფასები. ესე იგი, როგორ ხდება ამ მართვა თქვენ ფირმის სამეურნეო საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოთ, თუმცა დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც რაღაც სასაცილო კომისია შექმნა ფასებთან დაკავშირებით, ისეთი რაღაცები გააკეთა, რომელიც სამარცხვინოა წმინდა პროფესიული თვალსაზრისით. რაც აკეთებს? არეგულირებენ, რომ ბაზარზე არ იყოს წილი დიდი. მაგალითად, შეერთებულ შტატებმა როცა დაალაგეს ის ველური კაპიტალიზმი, ეს იყო სადღაც 20-იანი, ის მე-20 საუკუნის დასაწყისში ანტიტრესტული კანონმდებლობით, მათ ბაზარი შეზღუდეს 13%-ით. თქვენ დაგშლიდნენ თუ თქვენ 13%-ზე მეტი ან ირიბი პრობლემა რა შეიცით? ირიბი მტკიცებულებები საფუძველზე თქვენ დაგიმტკიცებდნენ და ფირმას გაგეყოფთ. საქართველოში ანტიმონოპოლური კანონმდებლობა ოლიგოპოლიურ ჯგუფებზეა მორგებული და ოლიგოპოლია რაკი დომინირებულია საქართველოში ის ახდენს ფასებზე იმათა ძალაუფლება. აი მე მაინტერესებს და ალბათ მაყურებს რატო აწყობს ხელისუფლებას ეს ოლიგოპოლია? ადგილი სამართავია მისთვის მოგება აქვს თუ რა ხდება? დღევანდელ სიტუაციაში მოდით ღიად ვისაუბროთ დამალვა რა საჭიროა ეხლა თვითონ ხელისუფლება ყველაფერ ამაში. იმიტომ რომ ბიზნეს ინტერესებში. რა თქმა უნდა, ბიზნეს ინტერესებში ნახეთ, სად ვინ რა მოწილია, ვინ რამდენი მილიონი მიიღო, დაგვირდით სტრუქტურას მილიონერებისა ქართულ რეალობაში. ნახეთ 57 მილიონერი, რომელიც პარლამენტში ზის, ხომ? ეს არის და ამ კომისიაშიც, ფასების შემსწავლელ კომისიაშიც უხვად ყოფილა წარმოქმნილი. ფასების კომისიაზე უბრალოდ რაც დაწერეთ სამარცხვინოა და მე გეტყვით რატომ არის სამარცხვინო. და მე ბატონმა გიორგისაც მიდავ კითხვა. ეხლა დავასრულებ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სურათი. ასეთია რეალობა. უნდოდა ეს ხელისუფლებას, არ უნდოდა მან შექმნა და ყველაზე საშიში რაც არის. მიდის ტენდენცია ყველაფრის საკუთარ ხელში აღებისკენ, როდესაც ანტიმონოპოლური კანონმდებლობა ამას უნდა გზალებდეს. მაგალითად, შენ მწარმოებელი თუ ხარ, მაგალითად, შენ გამყიდველი თუ ხარ, შენს ხელშია ყველაფერი. შენ ბუნებრივია ხდები იმ ძალაუფლების მფლობელი, რომელიც გავლენას ახდენს. ამიტომ მეუბნებიან შენ სამედიცინო სფეროში თუ მოქმედებ, დაზღვევაც შენია. ხო. კლინიკაც. კლინიკაც შენია, აფთიაქის ქსელიც შენია. ეს არის სრული კატასტროფა. ეხლა ვინც განსაკუთრებით დაინტერესებულია და განსაკუთრებით დასავლური ორიენტაციის ზერელე წარმოდგენები აქვს, მე შევახსენებ ყველას კარლ პოპერს, ეს გენიალური ბრიტანელი მეცნიერი, ფილოსოფოსი, მას აქვს ძალიან მაგარი წიგნი დაწერილი, ეს ქვია თავისუფალი საზოგადოება და მისი მტრები. იქ ზუსტად ის ჩამოწერს იმ 4 ძალას, რომელიც საზოგადოებაში უნდა იყოს ურთიერთგამაწონასწორებელი. პოლიტიკური ხელისუფლება და მსხვილი სამეურნეო ფინანსური ჯგუფები თუ ერთად იყურებიან, პოპერი პირდაპირ წერს, რომ ამ საზოგადოების განვითარება შეუძლებელია. რატომ? ისინი იღებენ თავიანთ ხელში უზარმაზარ ძალაუფლებას. უფრო მეცაც გეტყვი. მე ჩემს მაგისტრანტებს რუბაკიძის უნივერსიტეტში ნისკანენის ბიუროკრატიის თეორიასაც ვასწავლი, ერთ-ერთ ლექციად მიწყმილია. ნისკანელმა გააკეთა რევოლუცია თავის დროზე, ის რეიგანის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობის იყო, ძალიან მაღალი დონის ეკონომისტია. მან თქვა, რომ მთავრობა, ამერიკის მთავრობა არ მუშაობს საზოგადოებაზე. აბა ვიზე მუშაობს. და მან დაასაბუთა, რომ ამერიკის მთავრობა მუშაობს ძლიერ გავლენიანი ჯგუფების ინტერესების ფარგლებში. ძლიერი, აი იგივე იქ ბიზნეს ასოციაცია რომ აქვს საქართველოს ეს პრივილეგირებული ხალხი რო არის. დაახლოებით ის არის, მათთან
ურთიერთობს გასაგებია პრემიერი, ესეთი. მას არ აინტერესებს ელიავას ბაზრობის ხალხი, არ არსებობს სხვა. ანუ ადამიანებთან ადამიანის ინტერესები ან მოსახლეობის არ არის დგას დღის წესრიგში. კი ბატონო, მოდი დაგიბრუნდებით აუცილებლად ხელისუფლებისთვის ბატონო არ დგას გიორგის დღის ჩავშტოთ და ეს ფასების შეწყვეტ კომისია ძალიან რეზონანსულია საზოგადოებაში. თქვენ როგორ აფასებთ? საერთოდ რა მიზნობრიობით შეიქმნა? შეასრულა თუ არა თავის ფუნქცია და აი ბოლო დასკვნა დაიდო და აი რა მოგცა ამ დასკვნამ? თუ შეგიძლიათ რა. ეხლა ზოგადად ეს საკითხი არ არის ეგრე მარტივი, ცოტა უფრო რთული გასაშლელია, რატომ? იმიტომ რომ უნდა დავიწყოთ ფასების დამ რამ გამოიწვია, რამდენად იყო მონოპოლია, ანუ რამ ფაქტორები ზემოქმედებდა. სხვანაირად ჩვენ ვერ მივალთ უფრო ცხად შედეგამდე, მათ შორის ვერც კომისიის დაწყნის გაშიფრვამდე ესე ვთქვათ. პირველი ფასების და განსაკუთრებით დაიწყო შარშან წლის მეორე ნახევარში და დაკავშირებული არის მიწოდების შოკი ქვია ამას, ანუ რაზე წეგანაც ვისაუბრე. როდესაც გლობალურ ბაზრებზე ხდება გარკვეული ჩაკეტვები, ესე ვთქვათ, ჯვირდება ენერგომატარებლები, ლოჯისტიკა ჯვირდება, ტრანსპორტი ჯვირდება და პრობლემა ხდება სხვა მიმართულებითაც შეიძლება გვალვა იყოს ან სხვა სტიქიური მოვლენა, რომელმაც მაგალითად ხორბალზე ან ჩაკარზე ან ძგავს პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები გაზარდოს. ეს მიწოდების შოკია. ამან ითამაშა დიდი როლი. აი იგივე FAO არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ირკვევს ზუსტად ფასებს. FAO-ს სტატისტიკით შარშან საშუალო იყო 4.5%, საწუწათო ფასებზე ვსაუბრობ. და იყო პერიოდები, მაგალითად შარშან გაზაფხულზე, როცა 4.5%-იც იყო და 7.5%-იც ავარდა. მატება ნამაც იძახით 4.5%. საშუალო ფასი. ინფლაცია. ეს არის გაეროს კი ბატონო. ჯგუფია რა. ხო. Food Agreement Association ქვია ამას. ანუ სურსათის კი ბატონო. ყვების. წელს განსაკუთრებით ამ წლის დასაწყისში. აი თებერვლიდან მოყოლებული, როცა დაერთო უკვე ჰორმუზის ანუ სპარსეთის ყურის კრიზისი. ფასები ავარდა აპრილში სასწაულად, აი შარშან ხო იყო 7.5 და 4.5, ავარდა დაახლოებით 9%-ზე და ეხლა რეალურად საშუალო წლიური რო აიღო, იგივე პირველი 4 თვის მიხედვით, საშუალო წლიური 6.5%-ზე მაღალია. ეს ძალიან მაღალის და ეს ეხება საერთაშორისო. ეხლა რატო არის აქ პრობლემა? იმიტომ რომ ჩვენ რო ვიყოთ ადგილობრივი მწარმოებელი, ანუ პროდუქციის დიდი ნაწილი აქ იწარმოებოდეს და არ გვიწევდეს მიწოდება ბაზრისთვის, იმპორტის მიწოდება ხويا, და ჩვენ ვერ აკმაყოფილებ ბაზრის მოთხოვნას, სხვა პოზიცია იქნებოდა. აქედან გამომდინარე აისახა უფრო ტკივნეულად ჩვენთან ფასები და ინფლაციაც პირდაპირ არის კავშირში ახლა უკვე ფასებთან. იყო ამის შედეგი, ანუ ინფლაცია იყო არა პირდაპირ თქვათ მოხმარების შედეგი იმდენად, თუმცა მაღალი დაროა, მოხმარებაც იზრდება და ამას შეიძლება გააზარდოს ფასები და იმორმეციციცეს. მაგრამ აი ამ მიწოდების შოკმა იმის გამო რომ იმპორტირებულია ჩვენი ეკონომიკა, ეს აქ პრობლემაა, თქმა მინდა, სტრუქტურულად გამოიწვია ფასების მატება მთელ რიგ პროდუქციაზე. აი ამ გლობალურმა შოკმა. არა თუ 4 და 6%-ით, არამედ თევზი მაგალითად 18%-ით გაძვირდა. მაგალითად ხორბალი გაძვირდა, ფქვილი გაძვირდა, რძის პროდუქტები გაძვირდა. ეს ზრდა იყო მაღალი 10, 11, 15%. ამან ბუნებრივია ზეგავლენა იქონია ადამიანთა განწყობაზე და ჯიბეძეც. იმიტომ რომ ადამიანი ბოლო-ბოლო რას უყურებს? შევიდა მაღაზიაში და ახლა რო გუში იღებდა ლარი და დღეს გახდა ლარნახევარი. აი ბატონო გიორგი, ზუსტად ეს კითხვა, მაგრამ ისევ თქვენ გაგაგრძელებთ. ბატონო, გიპასუხებ. რისი თქვა მიდეც, აი ტკივნეულიაო თქვენ თვითონვე ამბობთ და ზუსტად ეს კითხვა აქვს საზოგადოებას, ხელისუფლებასთან, რომ
ერთი სხვი რო ამბობ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, GDP გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, ხო? მაშინ რაღაცაა მტკივნეული თუნდაც ის ფასების და თუ გადასარევად ცხოვრობს ეს ხალხი ეკონომიკური ზრდა არის. თქვენ ცოტა ხო. მე პატარა კორექტირად გაიკეთებთ. გამიკეთეთ უბრალოდ დაგეხმარებით უბრალოდ. ეს აინტერესებს. ეკონომიკური ზრდა სხვათა შორის რო იცოდეთ მაღალი ფასების დის. ხო. იმიტომ რომ მოხმარება იზრდება, ადამიანს რომ მეტი ფული უჩნდება, ჩემი კითხვა სხვა რამეშია. ფასებს რო ზრდის ეკონომიკური ზრდა, ამაში მოგყვებით. რატო არის მტკივნეული საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის ეს? თუ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მასზეც აისახება. შეიძლება ჩაგერთობით. საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობას რომ პროფესიული ეკონომიკური პოლიტიკა გქონდეს, არადა უნდა გქონდეს, არ არის სავალდებულო პრემიერ-მინისტრი ან ვიცე-პრემიერი იყოს პროფესიონალი ეკონომისტები, მაგრამ მინისტრიც შეიძლება არ იყოს პროფესიონალი ეკონომისტი, თუმცა რატომ არ უნდა იყოს, მაგრამ თქვათ არ არის. მაგრამ სისტემა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ აქ მუშაობდეს სწორედ ის პროფესიული ხედვები, რომელიც არ ექვემდებარება იდეოლოგიას. თქვენ მე შევადარებდი ეკონომისტის საქმიანობას, როცა აშენებ საკუთარ სახლს, შენ შეგიძლია ზეწოლა გააკეთო არქიტექტორს. შენ ამნაირი გინდა, იმნაირი გინდა, მაგრამ შენ ხელსაც ვერ ახლებ და არ მოგისმენს კონსტრუქტორი. კონსტრუქტორი, რომელიც ამ შენობის სიმტკიცეს, სიხისტეს, იქ დინამიკურ დარტყმებზე, როგორიც იქნება მიწის დრო, იმან შენი აზრი არ აინტერესებს. ასებია ეკონომისტის, აბსოლუტურად არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი რაც ამბობს, ან კობახიძე რაც ამბობს, მე მაინტერესებს შეხედულება, რომლის საფუძველზე ისინი მოქმედებენ. ისინი რომ მოქმედებენ, თავისთავად არის კატასტროფული. და აი მთავარი რაც არის სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით ოლიგოპოლიური ჯგუფებია, მათ დაიჭირეს მომენტი, მათ არაფერი არ ზღუდავს, კანონი არ არის მათთვის დაწერილი და ისინი ზემოგებებზე გადიან, ბანკებს ნახეთ, მსოფლიოში არ არსებობს. მე და გიორგი ერთად გავაკეთეთ კვლევა ბანკებთან დაკავშირებით, რომელიც დაფინანსებული იყო და ცნობილ გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში დაიწერა ის სტატია. ეხლა არ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რა უბედურებაც არის, ის რასაც ქართული საბანკო სისტემა ქვია, ხო? ესე იგი, პრობლემა არის ხელისუფლების პოლიტიკაში. ახლა მე გეტყვით ასეთ რაიმეს. მე მახსოვს რომ 6 ლიტრიანი ბაკურიანი ღირდა 2 ლარი ეწერა წითელი ფერით და ლარი და 80-ად გაძლევდნენ ესე. ეხლა რა ფასია 2 ლარი 1 ლიტრნახევრიანი ბოთლი ღირს. რა ლოგისტიკურმა პრობლემებმა გაზარდა ეს. აიღეთ ის ხელისუფლების მიერ გამოყვანილი ფერმერები, ერთი თავხედი ფერმერი, ნახეთ, შეძლებული ძალიან ფერმერი, რომელიც ბანკის სფეროდან არის წასული, სუბსიდიები და გრანტები მთავრობიდან არ მოკლებია, უსაშველო ფასები ადევს მის რძის პროდუქტებს, აი წერტი და რაღაცები რო გააკეთა იმ ვითომ ფერმერზე გეუბნებით და დღეს ესე იგი იმისთვის რომ ვალი გადაუხადოს მთავრობას, კარგია რომ შეზღუდები კეთდება ყურძენზე და კარგია რომ ვენახებზე შეზღუდები კეთდება, ხო? ესე იგი, მთავარი არის ის რაც ორმუზში მოხდა, მას აქვს გარკვეული გავლენა, იმიტომ რომ ორმუზის პრობლემა ახდენს ნავთობპროდუქტებზე გავლენას და ნავთობპროდუქტები მაგრამ ჩვენ რაღაც დიდი წაწარმო პროცესების ქვეყანა არ აქვს, სადაც კონვეიერული სისტემით რაღაც იწარმოება. უნდა გქონდეს ეს წარმოება, თუ აი ალბათ ბოლოსკენ მივალთ აქ რა ხედვა აქვს საერთოდ ჩვენ ხელისუფლებას და კი ბატონო დაასრულეთ და საქართველოს ხელისუფლება საქართველოში გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას არ დაუშვებს. არ დაუშვებს უბრალო მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს არაფრით არ აწყობს ოლიგოპოლიებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებით გარბიან ჩინეთში და სხვაგან ყიდულობენ ლარიან საქმეს 3 და 5 ლარად,
მე აფორმებენ ამან როგორც საჭიროა, მილიარდებზეა საუბარი სახელმწიფო შესყიდები, ოლიგოპოლის გარდა იქ ვერავინ ვერ მიდის. ჩაკეტილი სისტემა. ესე იგი, ხელისუფლებას არ აწყობს ქვეყნის განვითარება, იმიტომ რომ აქ პირადი სარგებელი. ხელისუფლებას ეხლა აწყობს თუ არ აწყობს, მან ჯერთი არ იცის როგორ უნდა განვითარდეს ან არ იცის, ან არ აწყობს. და ის რომ ახლა მეორენაირად რომ აწყობდეს, მაშინ პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკა იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. ეს იქნებოდა დასაქმებაზე ორიენტირებული ეკონომიკა. აი არისო დასაქმება ბატონ გიორგი იძახის. ესე არ დავიწყეთ. აი, როდესაც საქართველოს მე მაინტერესებს თქვენი არგუმენტაციები და თქვენ თემა როგორ არის ნახეთ, ძალიან მარტივი. ესე იგი, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ბევრ რამეზე. მათ შორის ხელისუფლება რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს ან არ ატარებს, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რა გვაქვს და რა არის პრობლემა. რა არის გასაკეთებელი, ან რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად. ეხლა თქვენ რომ თქვით მაღალიც და აი მარტივად აგიხსნით. მაღალიც და მოიტანა უფრო მაღალი შემოსავლები. ძალიან მარტივად გასაგები რო იყოს. აი ეს 10 წლის წინ, დაახლოებით 10-12 წლის წინ არსებობს ესეთი ინდექსი, ინდიკატორი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, აი მინიმუმ $3.5 რო ადამიანი მაქსიმუმ იმაზე მეც რომ ვერ მოიხმარს. აი აბსოლუტური სიღარიბე გააროს კვლევებია ესა. და მსოფლიო ბანკის კვლევები სხვადასხვა უფრო ობიექტური ვიდრე შეიძლება სტატისტიკოს ჩვენ. უფრო სტანდარტულია. აი ამ კვლევებით იყო 30%. ეს რაც ნიშნავს გასაგები რო იყოს. ყოველი მესამე შიმშილი ზღვარს ქვევით. ძალიან მაღალი. 30% ნიშნავს პირდაპირ გადამოვიტანოთ ყოველი მესამე. დღეს აი შარშანდელი მონა სანამ გაძვირდებოდა ეს პროდუქტები უკვე შემცირდა დაახლოებით 9%-მდე 30-დან 9%-მდე. ეს არის რომ თუ ყოველი მესამე შიმშილობდა დღეს უკვე პირობითად ყოველი 11 ადამიანი შეიძლება იყოს. ის შემცირდა საინტერესო. ეხლა ეს საიდან გამოვიდა და მაჩვენებლების მაჩვენებლების აი არა მე გეტყვით ხალხს არ ეხება მარტო. ეს არის ეგრეთ წოდებული დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის სხვადასხვა სოციალური დახმარების პაკეტები, წამლების სუბსიდირება, ეს ყველაფერი ითვლება. მათ შორის ითვლება ფასების ინდექსით. იქნებ რაღაც მეთოდოლოგია გაიზარდა, შემცირდა კურსი, როგორც ზემოქმედებდა სავალუტო ამაზე. ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი. მეორე მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყანა წინ მიდის. ჩვენ პრობლემებს ცალკე განვიხილავ. ეს არის სყიდველობით უნარიანობის პარიტეტი ერთულ მოსახლეში შემოსავალი. ანუ არა იმით მე რამდენი ლარად ვიყიდე, არამედ საერთაშორისო დოლარით მე რამდენი ყიდვის უნარი მაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს მაგალითად თუ იყო იგივე 10 წლის წინ არ აი 5 წლის წინ აიღოთ. ძალიან დაბალი მაჩვენებელი ქონდა დაახლოებით ერთულ მოსახლეზე იყო, ну როგორ გითხრათ ეხლა 12000-მდე. დღეს გაზრდილია უკვე 33000-მდე არის გაზრდილი ერთულ მოსახლეზე. 3 პიქვია, პიპიპი, მსკედოლობით უნარიანობის პარიტეტი. ანუ ბოლო 3 წელიწადში დაახლოებით 36% გაზრდილი. ანუ მარტო ეკონომიკა კი არ გაიზარდა რეალურად. მშპ ეგარო იყო საუბარი. მარტო მშპ კი არ იზრდება ნომინალში. ან ციფრობრივად რეალურად. არამედ თვითონ ერთულ მოსახლეზე შემოსავალი არა პირდაპირ გამყოთ მთლიანი მშპ მოსახლეობაზე. არამედ მისი მწყიდველობით, ანუ მისი ჯიბით. ეს რო გაიზარდა, მე შემიძლია სხვა ძალიან ბევრი ფაქტორი გითხრათ. იგივე თუ 3 წლის წინ, ან 4 წლის წინ ხელფასები, აი ჩვენ ქვევით არის მაღაზია ნიკორა. ნიკორაში იყო 700-800 ლარი. დღეს გაზრდილია 1200-1500 ლარამდე. აბა როგორ არ არის შემოსავლები გაზრდილი. მე უკვე ციფრებში გადაგიყვანთ. მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ფასები ზრდა, კიდე რამ გააქტიურა გარდა გარე ფაქტორებისა. ამიტომ შეიქმნა ეს კომისია სხვათა შორის პარლამენტში, რომ მთავრობამ ჩათვალა სხვადასხვა კვლევებით, რომ ფასები იყო ზომაზე მეტად გაზრდილი. ანუ კი გაიზარდა შემოტანილი იმპორტის ფასი, თქვა 7%-ით, მაგრამ ფასები უფრო მეტი, ანუ ფას ნაბატი იყო უფრო მაღალი. ახლა იყო მაღალი, მე პირდაპირ გეტყვით, არ გინდათ კომისია სხვათა შორის, მე შეიძლება ვიყო კაი ექსპერტი ამ შემთხვევაში თქვენთვის, იყო გაზრდილი, მაგრამ მიზეზები რაც იწვევდა ფასების და არის ორი.
ერთი არის საცალო ქსელები, ანუ საცალო ქსელში პროდუქციის შეტანის ფასი, ძალიან მაღალი მარჟა აქვს და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი, აი, რომ შეგაქვს გარკვეული ფასი იხდი ესე თქვა. მეორე არის ფულის დაბრუნების დრო. ანუ cashback. ეს რას ნიშნავს? მე რო შევიტანე, შენ ამ პერიოდში მიბრუნებ. ახლა მე გეტყვით რა შედარებაა, კაი და ცუდი რა არის. ევროკავშირში მაგალითად სწრაფად ეგ თქვა ყოველდღიური მოხმარების საქონელზე, სწრაფად ფუჭებად საქონელზე, ძეზე, ბოსტნეულზე, კვერცხზე და შემდეგ არის 30 დღე მაქსიმუმ დაბრუნების დრო. უფრო ნაკლებ, ესე იგი, გაფუჭებად საქონელზე, პერიშირებული საქონელი ქვია, არის მაგალითად კონსერვზე, მაკარონზე და ასე შემდეგ, არის მაგალითად 60 დღე. აი თქვენი პროგნოზი მინდა, ან თქვენი შეფასება. საქართველოში რამდენი დღე იყო? იყო? აი საქართველოში, ხო, აი რამდენი დღეში Cashback-ის უბრუნებენ? დრო? აი საცალო ქსელებიო მე დემრიო. არ ვიცი, ერთი აი საქართველოში, მოგო გითხარი. როცა მოისურვებს პერიშირებულ ბატონი საქონელზე 30, მაქსიმუმ 60 არაფერი შენობებს, ანუ მაკარონზე და შემდეგ. საქართველოში იყო 90 ახლა 120-იც. როცა ეხლა მოინდომებს ნახეთ რა პრობლემაა, ნახეთ. მე რომ მცირე მეწარმე ვარ, ან საშუალო მეწარმე. მე რომ შენ მიგვიანე ფულის დაბრუნებას. მე ხო საბრუნავი კაპიტალი მჭირდება. მე იძულებული ვარ მივიდე ბანკში რომ კრედიტი ავიღო და კიდევ უფრო მიძვირდება მე პროდუქცია. ნახეთ როგორი ჯაჭვია. კი ბატონო. მე რო დროზე ვიღებდი ამ ფულს, აღარ დამჭირდება ბანკში მისვლა პროცენტის დამატება და ახალ პროდუქციას გამოუშვებ. აი ამ ჯაჭვმა შექმნა პრობლემა. და ეს მეორე პრობლემა ნახეთ. მოსახლეობაზე ან თვითონ მომხმარებელს აი მოსახლეობაში აისახა, იმიტომ რომ გააძვირა ამ პროდუქცია. რო არ დამიბრუნე თქვენ ფული, მე იძულებული ვარ პროდუქცია დავადო ის. აბა ბანკის პროცენტი ის გადავიხადო. ანუ ფასნამბანში ჩავდო. ამას 20 დღეში რასაკეთებს ის ნიკორა და ვიღაცა და სხვა საცალო ქსელებზე მაქვს. თვითონ იყენებს ამ ეხლა მეორე თემა. არ ვუბრუნებ. რატო შეიქმნა კონ? აი დახლის ფასი ძახიან რა. ესე იგი რო შეგაქვს პროდუქცია, ხო დააწყოს. ამაში ხდი გარკვეულ თანხას. ძალიან დიდ თანხას. ხო, ძალიან დიდ. ხშირად აი ამ მცირე საწარმოების და მეწარმეების საბრუნავი კაპიტალის 5%-საც კიცდება. თქვენს გათვლებით შეიძლება 10-იც იყოს. ეხლა ევროკავშირში როგორ არის? იქ არის ძალიან მკაცრი რეგულაციები, როგორც პირველ შემთხვევაში. იქ ხო გითხარით, სტანდარტული 30 და 60 დღე ვერ გახვალ თქვენ. მე ჯარიმებია. მეორე, აი შეტანაზე, ამ შემთხვევაში შეტანის ფასი თქვა. ევროკავშირიც თქვარი რომ შეგაქვთ. რაღაც თანხას იხდი. იქ ჩვენთან რომ შეგაქვს, არა მარტო მაღალ ფასს იხდი ევროკავშირთან შედარებით, არამედ სხვა აქციებს სხვა აწყობენ ეს მაღაზიები. მაგალითად დისკონტები რო ქვია, ფასდაკლების კვირეული და შემდეგ. იმ ფასსაც შენ გაწერს. რაც ევროკავშირში წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი ევროკავშირში არის ხელშეკრულებაში დაწერილი. რა ფასად შეგაქვს? მაქსიმუმ რა ფასი შეიძლება დაედოს. ამიტომ შეიქმნა ეს კომისია, რომ ეს იყო პრობლემა და თუ თქვენ უყურებდით, ან თვალს ადევნეთ, მეც მაინტერესებდა. იყო ამ კომისიაზე ადამიანებს ხო იწვევდნენ. თქვილა შეიქმნა, თქვი რატო შეიქმნა? ყველა პრობლემა ღიად ჩანს უკვე. ეს პრობლემა შეიძლება მეც არ ვიცოდი ბევრი და შეიძლება თქვენც არ იცოდით და ბევრმა შეიძლება არ დემურმა არ იცოდით. ამიტომ შეიქმნა ეს კომისია. მიზანი ეს იყო. ეხლა ის რომ მაპატია დემურ ის რომ აქ შეიძლება იყოს მონოპოლიური ბაზარი, საერთოდ გეტყვით რომ არის პრობლემა სამწუხაროდ პატარა ბაზრებზე როგორ ჩვენაირია და ნაკლები ესე თქვათ დემოკრატიული ისტორიების მქონე ქვეყნებზე. ჩვენ ხო არ ვართ ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები. და ხო არც გვინდა აღმოსავლეთ ევროპაშიც იყო ამ მონოპოლიის სერიოზული პრობლემა. არა ბებერ ევროპაში. რუმინეთში, უნგრეთში, ხათაშორის სლოვაკეთში სერიოზული პრობლემები იყო. იქაც იდგა ეს პრობლემა. ნახეთ რა გააკეთეს. იმდენად წავედ იდგა რუმინეთში, რომ ფასნამაძემ ჭერი დააწესეს. ორი რამე გააკეთეს, ნახეთ. ესე იგი, ძეს ვერ გაყიდი 5 ლარზე მაღალი. სიტყვაზე თქვა. პირდაპირ ჭერი იყო დაწესებული, რაც საქართველოში არ არის და არ გაკეთებულა და რატო არ გაკეთდა იმას გეტყვით კიდე. მაგრამ ამ ჭერმა დეფიციტი შექმნა და კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ანუ ეგეთი რადიკალური გადაწყვეტილებები, აი თქვა ფასზე ჭერი, მოკლე ვადიანში აქვს ეფექტი, მაგრამ გრძელ ვადიანში ის ქსელები, ჩვენ რომ მონოპოლიებს ვეძახით,
ისეთი მამაძაღლები არიან მწვალებში, რომ ისეთ პრობლემებს შეგექონიან, იგივე დეფიციტს, რომ მთავრობა შეიძლება ორი აგური დაჭერდეს ხელში. კი ბატონო. ეხლა კიდე ერთი ფაქტორი ნახეთ, მეორე პრობლემა. ეს გითხარით ჭერი. მეორე არის თვითონ ფასნამატის პრობლემა, რამდენია ჩვენთან. აი ევროკავშირი როგორია. ევროკავშირში მაქსიმუმ რაღაც პროდუქცია რო შედის, მე საბაჟოს არ ვიძახე, რომ დისტრიბუტორს რო შეაქვს, დაახლოებით არის მარჟა რო ავიღოთ რა, 15-20%. მეტი არ არის. მაგრამ იყო დრო იქაც იყო 40, 45, 50, ამიტომ მიიღო ევროკავშირმა, აი რეგულაციებია ძალიან მკაცრი, ჩვენთან ევროკავშირი მარტო ერთი მხრით გონიათ რა არის. უყურე ამ რეგულაციებმა გამოიწვია იქ ბაზრის დასტაბილიზება პირველ და მეორე შემთხვევაში. აი ეს 15-20% ეხლა აქ რო დაადო. ეფექტი ექნება მოკლევადიან ისე, მაგრამ გრძელვადიან შაკაც გაჭედავს. რატომ? იმიტომ რომ ყველა ბაზარს აქვს მაინც თავის სპეციფიკა. მე გამნებით ევროკავშირზე თაცა ძალიან დიდი გამოსცემა. ქსელების, ეგრეთ ვთქვათ, დისტრიბუცია აწყობილია. ამის გარდა ევროკავშირში არათუ აწყობილია. აი ეს უკვე 30 წელია უმკაცრესი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. მაინც დადგა ეს პრობლემა, ნახეთ? იმის მიუხედავად რომ უმკაცრესი იცი რა ჯარიმებია სასწავლო მაინც დადგა ეს რატომაც აქვს და მე მესმის ადამიანებს პროტესტი თუნდაც ამ კომისიის მიმართ რომ ეს გასაგებია რაღაცა შეიძლება ამ კუთხით იყოს ლოგიკური თუმცა აქ იყო ლაპარაკი ბიზნესის დარეგულირებაზე და არ იყო რელევანტურობის გაცდა თვითონ მოსახლეობის მიმართ ორი პროფანული რამე დეტალურად რო გავარჩიო აბსოლუტურად უვარგისი არაპროფესიული მე არ ვიცი ვინ დაწერა ის, მაგრამ გეუბნებით, არ ვიცი, ყავდათ ეკონომისტები ბჭყალებში თუ არა. ხო, ორი სისულელე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ბაზარში ვერ ჩავერევით, რადგან ფასები შეიძლება გაიზარდოს. აბსოლუტურად სისულელეა და მეორე კიდე წავიკითხე ის, რომ ესე იგი თურმე ფირმებს ქონიათ მაღალი ოპერაციული დანახარჯები, ამიტომ ამის შემცირებისთვის უნდა ამოვარდეს ლოგისტიკურ ჯაჭვებში ვიღაცეები, ანუ ერთ ხელში უნდა გაერთიანდეს ეს თურმე ოპერაციული ხარჯები რა არის, რასაც თქვენ ფირმაში თქვენი საქმიანობისთვის საინტერესო თემაა ოპერაციული ხარჯი. ოპერაციული ხარჯი, ანუ ლოგისტიკური ხარჯები თქვენ ერთი და იგივე ფირმამ, ერთი და იგივე საქმით დაკავებულმა შეიძლება ერთს კონდეს ძალიან დაბალი ოპერაციული ხარჯები და მეორე ძალიან მაღალი. ეს დამოკიდებულია ცოდნაზე, მენეჯმენტზე, რამდენად ის გარკვეულია. ეს არის მესამე პრობლემა. ეს ხელოვნება არის. კაი, ერთი კითხვა, კაი, გეტყვი, დავასრულებ ახლა. სანამ დემრვიდან რო დაასრულებს, მე პატარა ჩაფრთხილად მე გავაკეთებ. იმის ნაცვლად, რომ დასკვნაში დაეწერათ, რომ სარეგულირო არის ჰორიზონტალური ინტეგრაციის პრობლემა ქვეყანაში, რომ თქვენ იურიდიულ პირებს არ მისცეთ ისეთი კონსოლიდაციის საშუალებები, რომელიც მათ ხელში ძალაუფლებას, საბაზრო ძალაუფლება ნიშნავს იმოქმედო ბაზებს. ეხლა ნახეთ, კონკურენტული წონასწორობა სად იყო ყველაზე უფრო აბსოლუტურად. ეს იყო აგრარული ბაზარი, პომიდორი, კიტრი და ასე შემდეგ. რატო? უამრავი მწარმოებელი ქვეყანაში ისეთი მწარმოებელები, რომელსაც საბაზრო ძალაუფლება არ ქონდათ, ამიტომ იქ ხელის ფასები ბუნებრივად ყალიბდება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. რა გააკეთეს ხელისუფლების ხელში? შეიქმნა რაღაც უმახინჯესი აგროჰაბები, ლეხმა უნდა მიიტანოს იქ 40%-ამდე თუ 45%-ამდე დაღზე დასადებად იმას თხოვენ პროცენტს. გამიგეთ ხო? ესე იგი წარმოგიდგენია თქვენ. ესე იგი ის კი არა რომ 10 და 15 შენი რა არის? დადებ დაღზე და გაიყევ. არა, ნახევარი წილში უჯდება. პომიდორი 12 ლარი ღირს. ანუ ამით ადგილობრივ წარმოებას აფერხებს. როგორც ვება არახალის პერსპექტივას ხდის. მაგრამ აქ მეორე რამეა, რომელიც შენიღბულად ამ დასკვნაში ჩანს. ნახეთ, შეერთებული შტატების მაგალითი რო ავიღოთ.
წარმოებელი და დახლი დაახლოებით 5 ხელი გადის. ანუ ამერიკაში ამ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართულია საზოგადოების დიდი ნაწილი. იმიტომ აი მაღალი კეთილდღეობა, იმიტომ კერძო სექტორში რომ უნდათ ხალხს მუშაობა და ძალიან ცოტა მსურველია სახელმწიფო სამსახურში რო წავიდეს, იმიტომ თავისუფალია თავის ორსართულიან სახლში ცხოვრობს, შემოსაზღვრულ თავის ეზოში, არავის არ უნდა კომუნალური ბინები და ასე. ჩვენ ხელისუფლება გეუბნება, არა, ამას კი არ ახსენებს, რომ ჰორიზონტალური კონცენტრაცია ხდება და ძალაუფლების, თქვენ ძალაუფლების მქონე თქვათ იგივე სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც ერთმანეთში არეგულირებს ყველაფერს, ისევე როგორც მსხვილი სააფთიაქო წარმონაქმნები, ესენი ვინც არიან. ეს ავტომატურად ხდება. ამიტომ თუ ამას არ ეხები, ის ძალაუფლება ის ფულის მფლობელია. ნისკანენი რას ამბობს, იცით? ხალხი არაორგანიზებულია, ამიტომა ყოველთვის დაჩაგრულიო. ეს ჯგუფი ორგანიზებულია, ფულს დებენ, ლობირება ხდება და უბრალო მაგალითი კიდე გეტყვით, შედარება რას ნიშნავს ლობირება. 10 უდიდესმა IT კომპანიამ ამერიკაში, ვაშინგტონში ოფიციალურად ბოლო 10 წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეიტანა ლობისტებს. ეხლა მითხარით მე თქვენ, ეს ლამაზთვალებიანი ჩვენი მთავრობის წევრები და ეს ძალიან დიდ მოგებებზე გასული ოლიგოპოლიური ჯგუფები, აიღეთ თუ გინდათ ნავთობპროდუქტები, აიღეთ სააფთიაქო ქსელი, აიღეთ საცალო ვაჭრობის მონოპოლიზაცია, აიღეთ იმპორტი მონოპოლიზირებული. აბა ერთი ხელისუფლებამ ერთხელ იმ დასკვაში ახსნენა, თავარი საბაზრო დემოკრატიული ქვეყნისთვის არის, რამდენად შეგიძლია იოლად შეხვიდე ბაზარზე და გამოხვიდე ბაზრიდან. ხო, სწორი, ეს ძალიან მაგრად გაწერილი უნდა იყოს. აბა ერთი მოდი შევიდეთ მე და გიორგი მაგერი იცის ეს ყველაფერი, შევიდეთ ახლა ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ან შევიდეთ, რაც გვიძამენ, დემპინგური ფაზები დაგვარჩევენ. აი ეს კომისია, რაზეც ყვება. ეს კომისია იმიტომაც იყო შექმნა გამართლებული, რომ ეს პრობლემები ამოვიდა ზედაპირ. თავარი პრობლემა ნახეთ როგორ ახლა საუბრობს, განავწევ. ადგილობრივი პროდუქცია აღმოჩნდა გერიცროლში. ესე იგი, თუ მე ვარ ქსელი, იმპორტიორიც მე ვარ ამ დროს, დისტრიბუტორიც მე ვარ, მე რაში მაწყობს კონკურენტის პროდუქცია. ამიტომ ძირავ ამათ, იცით ფასს ვუდებ, რომ ლარად რო შემოვა, გახდა ჩემი ფასი, ან იმაზე მაღალი. და შემომაგ იგივე 5 ლარად და მე შემომაგ ლარად, თქვა, ჩემი პროდუქცია. იმდენ ხარჯ დაგიდებ, ანუ რომ შენი ფასი აიწიოს და ჩემი პროდუქცია გაიყიდოს. ეს ხო აღმოჩნდა ამ კომისიის ხმობებს და კიდევ უფრო მეც გეტყვით მე. ამან ეს პრობლემა ამ კომისიამ გააშიშვლა. თუ პრობლემა არ გააშიშვლდა, აბანტყოფის კურნალობით არ იყოს. შენ ვერ გადაწყვიტ ამ პრობლემას. რა შეეხება ნახეთ, კომისიის დაწყვეტა ცოტა რბილია, კი? უფრო ზომიერია. შეიძლება მკაცრი დაწყვეტაც მიეღო. მაგრამ თემა არის რა, რომ პრობლემა რომელიც წლების მანძილზე დაგროვდა, ეს პატარა მაღაზიები სად არის ხო გაქრა? ამ ქსელებმა არ შეჭამეს. ფაქტურად რა მოხდა? ამ დიდმა ქსელებმა გადაყლაპეს ყველა თქვა ალტერნატიული წერტილები, გაყიდვის წერტილები და რეალურად წავიდა მაღალი კონცენტრაციისკენ რო იძახის. დემური მონოპოლიის ერთ ოლიგოპოლიის უპროტორო ერთ-ერთი ელემენტი მაღალი ეს პრობლემა ხო იდგა. მაგრამ ეს პრობლემა ხო გუშინ არ შეიქმნა. წლების მანძილზე იდგა ეს პრობლემა. ეხლა შენ რომ ამას დაეტაკო, სწორი აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ სხვათა შორის 21% ამათი ქსელების, ესე იგი ზეგავლენა ეკონომიკაზე. ეს ქსელები მე გითხარით რუმინეთში და უნგრეთში რა მოხდა და სლოვაკეთში. ისეთი პრობლემა ადგა რომ გრძელვადიანში თავრობა იზოლებული გახდა უკან დაიხია. ამიტომ გამოსავალი ევროკავშირმა სხვა რამე ნახა. რო საუბრობს მაღალი საოპერაციო ხარჯი. მაღალი საოპერაციო ხარჯი ნიშნავს, რომ შენ მართვა არიც. შენ არიცი დაგეგმა, ხო, საოპერაციო ხარჯი რა არის. ესე იგი, ზედმეტ ისეთი ხარჯები, რომელიც ოპერაციას არ ჭირდება, პირდაპირ თქვა. აი, გამოავლინა ამისთვის გააკეთეს სპეციალური ტრეინინგები, გააკეთა კომისია. ტრეინინგები გაუკეთეს სპეციალურად იგივე ფერმერებს, რომ კონკურენტული ყოფილიყო სხვა ქვეყნის ფერმერებთან, ჩაუტარეს ტრეინინგები
ისეთი კი არა აქ რო ჩაატარებს ორი ენჯელი რო ატარებდა და ვის უტარებდა კაცმა რო არ იცოდა იყო წელიური მოხსენებები განსხვავებით ჩვენი ენჯოებისგან სადუგადოებას ბარდებოდა ჩვენ წავით კი არ იყო დახურული განტილი ვერაფერი დავაკეთე ამით მოახდინეთ ორი მომენტი საქართველოს ხელისუფლებების და არა ამისი არის კოოპერაციის სისტემის განადგურება ქვეყანაში. ევროპაში ომის შემდეგ კოოპერაციულმა საქმიანობა Raiffeisenbank-ი რატომ შეიქმნა? მხოლოდ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ფერმერს მომსახურება და შეასრულა თავისი ამოცანა, დადგა სოფლის მეურნეობის ფერმერზე, გაყიდეს, მე ეს ბანკი გახდა კერძო. საქართველოში ამ ოლიგოპოლიურ ჯგუფებს საშინლად არ უნდათ კოოპერაციული, რაც ნიშნავს კოოპერაცია. კოოპერაცია რითი განსხვავდება შპს-სგან? კოოპერაციის არც ის არის, რომ ჩვენ პატარა მიწიანი ვარ, დიდ მიწიანი ვარ, ერთად ვერთიანდებით რესურსებს ვაერთიანებ და ბოლო მოგებაში მე მაქვს ჩემი წილი. აი ის მიხედე. ნახეთ ქართული მე არ მიყვარს გლეხი არ არსებობს საქართველოში არსებობს ქართველი რომელიც სოფელში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული ეს არის ხო ამიტომ მათ აი ეს გლეხის წარმოდგენა რო აქვს რომ ჩვენ გლეხები ვართო ისინი ვერ მივიდნენ იქამდე და არ შეუწყო ხელი იგივე პროფესიონალებმა რომ კოოპერაციაში გაერთიანებულიყვნენ კოოპერაციები ისევე უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს ამ ოლიგოპოლიურ ჯგუფებს, იმიტომ რომ კოოპერაცია გადის საბოლოო პროდუქტზე. კახელ მე ვენახეს 10 კაცს, რომ კარგი კონსულტანტი ქონდეს. ხარჯები რო არის მაღალი, იქ არ არის ნორმალური. არის ამ კოოპერაციის დეფორმაციის ბრალი. და მარტივად გეტყვით. წმინდა მოგებაო, ჩვენთანო მაღალი არ არისო, წმინდა მოგების მარშა. ნუ ეს როგორ ითვლება? წმინდა მოგება უნდა გაყო რეალიზაციაზე. ანუ საბოლოო გაყიდვებს. წმინდა მოგების მარჯა აქ არის 7. ევროკავშირშიც იყო მაღალი წლების წინ, მაგრამ მე რო გითხარი, მთელი ამ ღონისძიების დირექტივების შედეგად დღეს უკვე არის 2.5. მაგრამ ახლა ნახე პარადოქსი რა არის. სამჯერ მეტი ევროკავშირზე, მაღალი არა გვაქვს. სამჯერ მეტი ევროკავშირზე. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, საოპერაციო ხარჯები რომ ნორმალური ქონდეთ. ფასებს კი აღარ აწევდნენ ზევით. პირიქით, იმუშავებდნენ ეგრეთ წოდებულ 7 ფასებს. კარგად როგორი მიბმულია ერთმანეთს. შეიძლება ახლა სხვა საკითხზე უნდა გადავიდეთ. არის სწორედ არაპროფესიონალიზმის მე დაახლოებით ძალიან კარგად ვიცი. აბა თქვენაერად წარმოუდგენელია რა. ამ ოლიგოპოლიური ჯგუფის შიგა მენტალიტეტი, ანუ შიგა საფირმო კულტურა. მე გითხრათ ეს არის საერთოდ არ არსებობს აი მაგას გეუბნები. კიდე ეს არის დაახლოებით საბჭოთა კონკავშირული აზროვნების ტოპ მენეჯერები. საბჭოთა მენეჯერები ყავს რა მთავარი პრობლემა. ახალგაზრდა თაობა, მაგრამ კონკავშირლები თავიდან ბოლომდე ეს არის კლანური სისტემა. ერთ-ერთმა ოლიგოპოლიური ჯგუფის წარმომადგენელმა კიბეებით რო არ უსულიყო და თავის თანამშრომლებს სალამი არ ეთქვა, გარედან ლიფტი გაიკეთა მეორე სართულზე ასასვლელად. გამიგეთ, ეს არის უვიცობის შედეგი. არანაირი კონკურენცია არ აქვს, რომ საუკეთესო კადრები აიყვანონ ხამ ხელისუფლების იმ არ ჭირდება არაფერში. თავარი არის ეგრეთ წოდებული ის ჟარგონზე ვიტყვი доступი კონტენტ სახელმწიფო არა ლოიალიტი მაგას ქვია ლოიალიტი ხო ეხლა ნახეთ რაშია თავარი პრობლემა თავარი პრობლემა არის ის რომ კომისიამ ცუდი რაღაცა მიანიშნა ამიტომ ლოგისტიკურ ჯაჭვებში მონაწილეები უნდა ამოვარდესო და ამათ ხარ შენ ვინ მოგცა იმის უფლება ეს უკვე სამეურნეო საქმიანობაში შენ რაკენი წრფივი პროგრამირების ამოცანა იცი ოპტიმიზაციის ამოცანა დააყენე უფრო შორტ სტადი დინამიკურ პროგრამირებაზე გადადი არც იქ მონაწილე ეკონომისტმა წარმოდგენა არის როგორ მოახდიდოს ეს ოპტიმალური კარგი ნახეთ რა შესაძლოა მოდი ახლა ეს არის არაპროფესიონალიზმი ძალიან ეკონომიკური ნახეთ ეს პატარა ჩამართო ჩარტად გაიგეთ და ეხლა კითხვა უნდა ერთი წამი თქვენ დააკვირდით ერთ რამის როცა პრემიერმა გააკეთა განცხადება მაღალ ფასებზე აქ საუბარი რაზე იყო ფასნამადზე რაც ფაქტია შემდეგ კომისიამ ფაქტურად დაადასტურა ესა უბრალოდ გადაწყვეტილებები შეარბილა
მილიონი მიზეზი შეიძლება ითქვას, უბრალოდ სწორედ დაიდო ეს რიტეილ სისტემა. თქვენ ამ პერიოდში თუ უყურებდით მათი ასოციაციის განცხადებებს რაზე იყო, რომ მთავრობას ეს მოუვა, ის მოუვა, ეკონომიკას ეს მოუვა, ის მოუვა. საერთოდ არ იყო ლაპარაკი. შენ დალოცილო, შენ თავზეც ილაპარაკე. რა შეიძლება უკეთესად გახდა, ბოლოს რომ ნახეთ, რომ არ გამოუვიდათ ეს ეწოლა. ეხლა მოიგონეთ ახალი ფოკუსი. იაფი საწურსათო კალათა. შენ დალოცილო, თუ შეგელო, ეს კალათა გუშინ გაგეაფებია. ეხლა რა, ჩემ გამოაიაფებ. ეს ყველაფერი არის ხელოვნური. კიდე გეუბნებით. აი ხელისუფლებას მოისმენენ ამას, თორე ვინმე ეტყვით. თუ ხელისუფლება დისტანცირებას ოპერი გეუბნება პირდაპირ, რომ არ გაიკარო ახლოს ბიზნესმენი გადაწყვეტილების მიღებისას და ოპერი გეუბნება იმ მეოთხე ძალაზე, რომელმაც უნდა ურტყას ამათ თავში, რომელსაც მედია ქვია, საინფორმაციო. დიახ, ეს ამბიციური ხალხია, წესი ჟურნალისტები, ის ამბიციური მეოთხე ძალა, რატომაა მეოთხე ძალა? იმიტომ რომ მე შენ არ მოგცემ ერთად, მესამე ძალა ვინ არის? პარტიები, NGO-ები და ესენ ისეთივე ტერი არიან დემოკრატიული საზოგადოებისა, როგორც ოლიგოპოლია, ისევე როგორც ხელისუფლება, რომელსაც გამკონტროლებელი არ ყავს. ეს სამი ერთმანეთს არ უნდა დაახლოვო. თუ ამ ორს ფულს და ძალაუფლებას ერთად რაც საქართველოშია და ჟურნალისტი ემსახურება ყველაფერ რა მას დაღუპულია ქვეყანა უიცედაც დაღუპულია. მე ძალიან მინდა რომ დავბრუნდეთ საქართველოს მოსახლეობაზე საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, რომელიც უყურებს და ამას აღიქვამს რაღაც ხელისუფლება, ეკინკლავება ბიზნეს, რაღაცა მარჟები დავწიოთ და თვითონ მიდის და 10 ლარად 9 კილო ხორცს ნამდვილად ვერ ყიდულობს, როგორც თქვა კობახიძემ, ხო? აი ეს არის შედეგი და ერთ წუთი რა მაინტერესებს ბატონო, თქვენ ეთანხმებით, აი ბატონმა გიორგმა თქვა, რომ ფასები შესყიდვის უნარიანობაო საქართველოს მოსახლეობა, ხო, გაიზარდა ყველაფერი საშუალო ხელფასი გაიზარდა. ერთი გაუხმაურებელი გამოკვლევის შედეგი, რომელიც ძალიან სერიოზულ დონეზე გაკეთდა, მთლად ქართული არ იყო. 9% საქართველოში ცხოვრობს და აი ახლა გიორგი რასაც ამბობს, ეს ეხება მხოლოდ ამ ხალხს. 5% ცხოვრობს ძალიან მაგრად. 9% ცხოვრობს კარგად. 91%, მოდი ცოტა ქუჩურად ვიტყვით, დედა აღარ ყავს უახლოესი 80 წლის განმავლობაში. აი ეს არის რასაც ვსწავლობ. 5% და 9%, რომელიც კონცენტრირებულია თბილისში, ეს არის დაახლოებით 300,000-დან 400,000 კაცამდე მთელ საქართველოში. 300,000, 400,000 კაცი არის ზუსტად კარგად. მეორე არის ერთი მაჩვენებელი, რომელიც საქართველოში უსაშინლესად ცუდია. ეს არის ჯინის ინდექსი. თუ შენ იდეალური არაფერია, მაგრამ საზოგადოების ცალკეული ჯგუფები მეტნაკლებად ეროვნულ შემოსავალში თანაბარი წილით უნდა იყვნენ, ხო სწორია? რასაც ახლა დემური ამბობს, ეს არის უკვე ამ ეკონომიკის პრობლემა მომავლისთვის. ამას ქვია ინკლუზიურობა ეკონომიკის. ანუ ჩართული არ არის შექმნილ პროდუქტში. თქვენი წილი რა არის? ანუ თქვენ ხართ ჩართული ხარხულში თუ ხარ ეს საინტერესებს მოსახლეობას. არ არის, ახლა გეტყვით. ინკლუზიურობა იდეალური ხელისუფლება რას აკეთებს? გიორგი, 20% გავყოთ 5 ჯგუფად ქართული სოციალური, მოდი ასე ვთქვათ, 5 ჯგუფად. თუ საზოგადოება არის სამართალზე აგებული და ხელისუფლება სამართლიან პოლიტიკას ატარებს, 20% ხდება დაახლოებით 20%. მეორე 20% ხდება 20%, მესამე 20% და გამოდის იდეალური სამკუთხედი რა ვიღოთ, ასე ბისექტრისა არის. ეხლა ნახეთ საქართველოში 20% არაფერი, მეორე 20% არაფერი, აი უსაშუალოდ მესამე 20% არაფერი, მეოთხე 20% არაფერი. მაღალი სოციალური დიფერენციაცია. 80%. აი თქვენ რო თქვით, სიგარები კი აღარ არის იმდენად პრობლემა. აბსოლუტური სტრატიფიკაცია რასაც სოციალური მაღალი დიფერენციაცია პრობლემა. რაც გინდათ ის და არ ქვით. არა, კიდე გეტყვით. ჩემს წიგნში არის ეროუს მაგალითი,
ამ ყველაფერზე როგორ არის. როდესაც ხედება საზოგადოებაში მაღალი დონის სტრატიფიკაცია, ანუ ჩვენ რაც გაგვაქვს ახლა საზოგადოების გარკვეულ ფენას სხვა დანარჩენი ფენა არაფერში არ ჭირდება. ანუ საზოგადოება დაიშალა და კავშირი ცალკეულ ჯგუფებს შორის არ არსებობს იმ ზედაფენას, რომელიც იღებს 90% ეროვნული შემოსავლისა, არაფერში არ აინტერესებს დანარჩენ. ის 80%. 80. ანუ 20%-ისთვის ვლაპარაკობთ ესე იგი. კი არა, მოდი 14%-ისთვის ვლაპარაკობ. არა, ცოტა შეკუმშულია ახლა. არა, არა. 20. გეტყვით ახლა პრობლემა როგორ არ ადგას, მაგრამ შეიძლება იყოს ცოტა უფრო მეტი და რა გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ნახეთ ურთიერთკავშირი მაინც არის ეკონომიკის გარკვეულ პარამეტრებს შორის. ხო, მე ვეთანხმები, რომ 5-7%-ია მაქსიმუმ მაღალ შემოსავლიანი. აი მე გვიძახი დივიდენდებს რო იღებენ და ნუ წელიწადში დავარქვათ ახლა მაღალ შემოსავლიანი. ხო, ნუ ახლა 47 მილიონერი რო პარლამენტში ის, ესე იგი რომელი პოლიტიკაზე ლაპარაკობს? არიან ადამიანები, ხო ვისაც მაგ. ცუდი კი არ არის რო იყოს. ძალიანაც კარგია. მაგრამ თემა რა არის? აი შუალედი საშუალო ფენა ქვია. არ არის. ევროკავშირში ყოველ არ არსებობს, უფრო მეტი უნდა იყოს. თქვენ ყველაფერს აკურობთ, მაგრამ არსებობს. აგერ თქვენ ამბობთ 80%. არა, 9 არის ცოტა მეტიც არის. თემა რა არის, ნახეთ. რა ქმნის ამ საშუალო ფენას? ქმნის უფრო მაღალი დასაქმება და არა მხოლოდ დასაქმება. მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორც მესაკუთრე. ის არის დასაქმების შენ თუ არ შეუშვეს მცირე და საშუალო ბიზნესი, ოჯახები ქმნიან. არა 10 ოჯახი, არამედ 1000 ოჯახი. ეს არის პრობლემა დღეს ეკონომიკის. აი იმაზეც ვისაუბრობ. ის კი არ არის როგორც ისე უმუშევრობა შეერთებული შტატები რო აიღოთ, სხვა განვითარებული ქვეყანა დასაქმების მთავარი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. რეალობა. მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესი არა მხოლოდ ვაჭრობა. ჩვენა ყველა მცირე საშუალო კარტოფილი შემოაქვს, პორტოხალი. ყველა ითვლება მცირესა, არა. წარმოებული. აი, ეხა ცოტა პოლიტიკური ცოტა პოლიტიკური კითხვაც რო დავშვათ რა. აი ბატონი, აი ირაკლი კობახიძემ როცა თქვა, არ ვიცი მე სწორად აღვიქვი თუ არა, მე ესე აღვიქვი, თქვენ შემისწორეთ ან თქვენი აზრი მითხარით, რომ დებატების თქვა, რომ ეხა ეს ფასების მომატებაო, იმიტომ აღიქმება ესე მტკივნეულობთ, რომ საქართველოში 350,000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმაო. ეს ესე რო არ იყოსო, მაშინ კი აღარ აღვიქვამდით თუ ასე მტკივნეულათო და. ამ ეს რას ნიშნავს? რომ დიდრები მე გიპასუხე, როცა ეკონომიკა იზრდება და მოხმარება იზრდება, ნახეთ, მოხმარება იზრდება, ეს მოქმედებს ფასებზე. ეკონომიკა არ იზრდება მარტო ჰაერზე. ესე იგი ვიღაცები უფრო მერც მოიხმარება. ეს სწორია. ეს სწორია ეკონომიკურად ლოგიკაა. ნახეთ, ჩვენთვის მედიას წესით უნდა აინტერესებდეს და საზოგადოებას, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანი ცხოვრობდეს უკეთესად და არა ის მარტო 5% და 7%. ამაზე ვსაუბრობთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც აუცილებლად უნდა გათვალისწინება. რაკი ძალაუფლება ინსტიტუციონალიზებულია, მოდი თქვა, არაფორმალური გზით, ფორმალური გზით მნიშვნელობა არ არის. აქ არის ბაზარზე რეალურად ძალის მქონე ხალხი, რომელიც ქმნის. როდის შეიძლება ბაზარზე ზემოქმედება? ესეც ძალიან მკაცრი მათემატიკური იმით გამოდის. თუ ბაზრის ნახევარს არ აკონტროლებს ჯგუფი, ის ვერ მოახდენს ბაზარზე ფასებზე გავლენას. ეხლა ნახეთ, ოლიგოპოლია, თქვათ, ნავთობ პროდუქტების ვაჭრობაში, ნახეთ ფარმაცევტიკაში, ნახეთ სამედიცინო სფეროში. თავარ თემას მე დაგიბრუნე. ნახეთ თქვენ კითხვებზე. ყველგან აი რადგან ახლა ჩვენ საუბრობთ, რატო შეიქმნა ესეთი მახინჯი, დეფორმირებული ბაზარი? ხო, მოთხოვნა მიწოდების ორივე დეფორმირებულია. მოთხოვნა და მიწოდება. მარტო ნახეთ. იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემებზე საუბრობდეს პოლიტიკური კლასი, მე ხელისუფლებაზე არ ამაკლაბარ. ხელისუფლება შეიძლება თავისად უბერავდეს. ეს არის საუბარი ოპოზიციაზე, რომელიც გარდა ქუჩაში სირბილის და ყვირილის
და დეგენერატიზაციის პირდაპირ ვიტყვი, ამას სხვა არაფერი არ ქვია. საერთოდ ეს წლები გავიგე რომ გაგიყალბეს, კაი, აგაშენა ღმერთმა 66 მანდატი ხარ, მაშინ დაუწერენ. შენ ტრიბუნა სადაგა ქუჩაში? ტრიბუნა არის პარლამენტში. რაზე უნდა ილაპარაკო? აი ამ თემებზე. მაგრამ ოპოზიცია იმიტომაც არ ლაპარაკობს. ამ თემებზე, რომ მონოპოლიებს რომ აბრალებს ხელისუფლებას, გამოთვალოთ ვინ არის რიტეილების პრეზიდენტი, ვინ არიან იქით ხარეს. ყველა არის ოპოზიციის დაფინანსებული. ერთი წუთი ბატონი დემურიანის ხელისუფლებაო, თქვენ ოპოზიცია ერთად არიან. იბაჩქონია ვინ არის? ვინ არის და გვარამიას ის არის მარჯვენა ხელი და ფინანსისტი. მაგას ვიძახი, ოპოზიციას არ აწყობს და საზოგადოება როდესაც ვითარდება, როცა პოლიტიკური კლასი რაც არის მოთხოვნა ხალხიდან, ამ მოთხოვნაზე ვითარდება. ნახეთ, თქვენ გააკეთეთ საქმე, როცა ჩვენ ლაპარაკობთ, არა ხელისუფლება კაია ან ცუდია, არა ოპოზიცია, ჩვენ საუბრობთ პრობლემაზე. ეს პრობლემა ტელევიზიებში პირველ თემად უნდა იყოს წამოწეული, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელში. თქვენ მადლობა, იმიტომ რომ ხელისუფლების პროფესიულ დონეზე ამოდება ფარდაკს ქვემოთ პროფესიული საქმეა, მეტი არაფერი. მაგრამ საუბარი პროფესიულ თემებზე არ მიდის. გეუბნება კაცი საშუალო ხელფასი 2400-იო. სად კაცო? გასაგებია რატო? საქართველოს ბანკის და TBC-ის ბანკის მენეჯმენტი ნახეთ, თქვენ ამხელა ხელფასია მე. არა, საშუალო მედიანათი ნაკლებია, მაგრამ საშუალო არ არის 2400. მაგრამ საშუალო ხელფასი გამოვაყო 1600 რაღაცა. 2 მილიონს მიმატებული. გაზრდილია იგივე საშუალო მედიანათი. 1000, 1500. დომინირებული გეუნებით. თქვენო ნიკორა პრობლემა საქართველოში არის არა იმდენად ხელისუფლებაში, რამდენადაც თვითონ პოლიტიკურ კლასში. პოლიტიკური კლასი მომწვენე ხალხი არ გამოდის კი არა. არც პოლიტიკური კლასი ოპოზიცია პირობითად არ ახმოვანებს ხალხის მოთხოვნას. უარგისი ოპოზიცია იყოს ეს. იმიტომაც არ გამოდის ის ხალხი. ხელისუფლებას პასუხისმგებლობას. ნახეთ, მე შემიძლია ერთი რამე შედავო. აბა ეს საკითხები უნდა ნახეთ, პარლამენტში ვინ უნდა დააყენოს? ვინ უნდა გადაჭრას? აი გეტყვით რა. არ შევიდან იმ პარლამენტში. ერთი თქვენ ამბობთ რომ ოპოზიცია არ გვიშვამს ამ საკითხებზე, ჩვენ რატომ მოვაგვაროთ ეს პოზიცია ხელისუფლება? ხელისუფლებაში ყველაფერი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების ბრალია. პასუხისმგებლობა რა შეეხება პარლამენტს, რა თქვა, ოპოზიციის საქციელი, მაგრამ დააკვირდით ბიძინამ რა თქვა, შვა უნდა გაიკრიფოსო და მე ვარო ხელთუქმნელიო და სხვა დანარჩენი თუ არა და ესენი მოვლენო, ხო? პოლიტიკური დანაშაულიყო. მე პარლამენტარი ვიყავი, კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის ლიდერი. პარლამენტის ტრიბუნა არის უზარმაზარი ტრიბუნა. ამაზე მძლავრი ტრიბუნა ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის აგროპროდუქციაზე თქვენ რო უყურებთ. დებატები მიდის ფაქტურად ყოველ დღე. მე მაინტერესებს ოპოზიცია რა თემაზე დებატობს. არ დებატო. აი მაინტერესებს თქვენ მითხარით, სამი თემა მითხარით. გეთანხმებით, ოპოზიცია არის ძალიან უსუსურად წარმოდგენილი, როგორც ეს ჩემთვის არანაირად არ ახალისებს და ქულებს არ მატებს ხელისუფლებას. ხელისუფლება თვითონ არის პრობლემა, იმიტომ რომ ოპოზიცია ყოველთვის არის ხელისუფლების ნაწილი. მოდით კიდევ ერთი კლასიკური დემოკრატიული წარმოდგენა გავშიფროთ თავიდან ბოლომდე. ხელისუფლება ოპოზიცია ეს ფაქტიურად არის თუ დალაგებულ ქვეყანაზე საუბრობთ ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი რა ფუნქცია აკისრია ოპოზიციას თუ სოციალურ პოლიტიკას ამაზე ვერ წაიყვანს კარგად ხელისუფლება და გაჩნდება პრობლემა ქუჩაში რომ ხალხი არ გამოვიდეს ოპოზიცია ანაცვლებს მას. ნახეთ რა წინვალეთ არის აგებული. კარგად ყვები, მაგრამ მე-18-ში არ გადაწყობს ხელისუფლებას თამაშის წესია. ნუ მარტივად გეტყვით ალტერნატივა. ოპოზიციის პრობლემა კი არა. ოპოზიცია ხელისუფლება რასაც ენმერი ყვება, ეს არის კლასიკური თეორიით. მე გეტყვი რეალისტური რაც ხდება. ანუ დამაკინჯებული პოლიტიკური სივრცე. რეალურად ოპოზიცია არის ძალაუფლების ანტაგონიზმი. ანუ ის ძალაუფლების ანტაგონისტია ხელისუფლების. ის კი არ არის ელმერის თემით, რომ ოპოზიცია არის იგივე ხელისუფლება, რომელიც იგივე თემებზე უნდა მსჯელობდეს, რომელზეც ხელისუფლება არ არის. ანტაგონიზმი არის. ანუ რა ინტერესებს? შენ წადი მე მოვალ. ანუ მე იმას კი არ ამბობს, რომ
მე სანამ მოვალ ხალხს კითხავს, ხალხს რა ინტერესებს. ჯერთი მოსულები იყვნენ და ეს ქმნის იმას, რომ ხელისუფლება უკვე სპეკულირებს 13 წელი ამაზე, რომ მე თუ არ ვიქნები მოვა ეს და მიამიტი ხალხი მოტყუებული იქნება. და ქვეყანა არ ვითარდება და ჩვეულებრივი ადამიანის უკან მიდის დემოგრაფია ნადგურდება. ემიგრაცია რაღაცა. დემოგრაფია კიდე გეუბნებით, მინდა ყველა გონიერმა ადამიანმა გაიაზროს საქართველოს მოქალაქე ქალებს შორის ფეხმძიმე ქალები ეთნიკურად ქართველი არის 28%. 200,000 კაცზე ნაკლები არ გადის საქართველოსდან ქართველი ქვეყნიდან. მითხარით რა რესურსის ქვეყანა ჩვენა ვართ. აი სამი თემაა: დემოგრაფია, მიგრაცია და ევროკავშირში არის პრობლემები. იმიგრაცია, დემოგრაფია, ევროკავშირში დგას. ეს ძალიან კარგია ხოლმე ევროკავშირში თუ არის ამოვისურვებთ. ჩეკეთეთ რა. ნარკომანია. მეკითხვა მაგ. რომელ დებატში, რომელ სტუდიაში? მე ხა გადავალ იქით ხარეს, არ მინდა. ნეიტრალურში თუ ოპოზიციურში ეს თემები აქვს თუ არცენში. აქედან არა, ნუ ცალკეულ სტუდიებში ვარი. ეს არცვლის პოზიციას, რატომ? ის ეს რიგში არ დააყენა პოლიტიკა. ვისაც უნდა ქონოდა სპეციალურად არ შევიდნენ იმ პარლამენტში. არა მხოლოდ თავიანთი პატრონების გულის საამებლად. სპეციალურად არ შევიდნენ რომ ეს თემები აწიონ. იმიტომ რომ შედალავწურო მიგრაცია არ გაინტერესებს. ოპოზიცია ახლა ისეთი დემოგრაფია არ გაინტერესებს, ნარკომანია არ დაჭაქმება არ გაინტერესებს. მე გითხარ მაგ. ამიტომ თქვი მე რომ ეს არის ძალაუფლების ანტაგონიზმი. შენ წადი მე მოვალ. ეხლა პროფესიული არ არის ეს ოპოზიცია. ოპოზიციას შეუძლია პოლიტიკურად ფეხბგეშ გაიდოს ეს უსუსური ხელისუფლება, იმიტომ რომ იმდენი დასარტყმელი აქვს, იმდენი შეცდომები აქვს, ყოველდღიური, მათ შორის თუ გნებავთ მის უშუალო საქმიანობაში. ამას უნდა აი, როგორც კალათბურთშია პრესინგი, ხო? ერთ-ერთზე აყვანა უნდა და ოპოზიცია პრესინგში უნდა აქცევდეს. ალიანსი რო შექმნეს, ალიანსი რა არის? შენ წადი ჩვენ მოვალ. ერთი არა, ჩვენ. აი ნახეთ ვინ ავართ. აი უკვე შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, აი მოდი იდეალური ან ოპტიმალური ვარიანტი ავირჩიოთ და თქვენ თითოეულს ხედავთ ხარით და არა, ნახეთ სხვა რამეს ვკითხულობ. სინამდვილეში დღეს საქართველოს მოქალაქეს რა ინტერესებს? რატო არის მთელი სოფლები და რეგიონები ჩამოსული თბილისში? არ დაედგომებათ თავის რეგიონში, არაფერი არ ხდება არსად. მთელი ახალგაზრდობა ჩამოსულია და რას აკეთებენ? ყიდულობენ სესხებით მანქანებს, რომ იტაქსაონ. ამ მოდელმა გადაგვარჩინა, ცოტა გაგვატაინა თავი, ზოგი პრობლემებში გადავარ და აი ასე დღეში რო არის ქვეყანა, ამას რა ეშველება, რა ხედვა უნდა? ეშველება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, ამას უნდა სახელმწიფო პოლიტიკა, ეს გაწერილია, რა უნდა გაკეთდეს ყველაფერი. რატომ ჩამოდის ხალხი თბილისში? ეს არის ამას სხვანაირად პროფესიულ ენაზე ქვია არჩევანი ფეხით. იმ გაპარტახებულ რეგიონებში, ფაქტურად ფანტასტიკურ ქართულ რეგიონებში, სადაც უნდა ყვაოდეს ყველაფერი, არსებობისთვის უსაშველოდ წირი ნიშებია, ადამიანები მოდიან, თბილისი მაინც დიდია, რა თქმა უნდა, ეს ქმნის უზარმაზარ ეკონომიკურ პრობლემას, როდესაც რესურსები, მათ შორის ადამიანური რესურსები არ არის ალოკაცია გაკეთებული, არის განთავსებული დროსა და სივრცეში, არ არის იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქნებოდა საჭირო. არაეფექტური კონცენტრაცია ყველაფრისა თბილისში, ირგვლივ არაეფექტური და დეპრესიული რეგიონები, ნახეთ იმერეთი მე 6 თაობაში იმერელი ვარ და რა ხდება იმერეთში, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი, ფაქტიურად დაცარიელდა, სხვაგანაც ასეა, ამიტომ რა რიცით, ხელისუფლების ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ეტაპობრივად ქვეყნის განვითარება და ამ რესურსის, ამაზე დიდი რესურსი საქართველოს არ აქვს. მისი ადამიანი არის მისი ყველაზე დიდი რესურსი, მაგრამ ამ ადამიანს თუ არ ჩააყენებ იმ პირობებში, რომ თავისი თავიდან ამოხტეს, სტიმულები გაუჩინე, რომ იშრომოს და კეთილდღეობას მიაღწიოს და შენ ამაში არ შეუწყობ ხელს, ამიტომ უნდა თამაშის საერთო წესები, არა ოლიგოპოლიერები, არა სიმახინჯეები. ამ ოლიგოპოლიებს
მამათ მთავრებს ძალიან მაგარ ფულიან ხალხს თბილისში პირდაპირ მიმართავ. თქვენ შვილებს საფრთხეს უქმნით. თქვენ რა გონიათ, ესე იგი, ქვეყანა იქნება ამ მდგომარეობაში და თქვენი ოჯახებით ბედნიერები იქნებით, არა, ხვალ მოგადგებიან. გარანტირებულად მოგადგებიან. ამიტომ დასავლეთში მიხვდნენ იმას, რომ თუ საზოგადოების კეთილდღეობა მაღალი დონის არ იყოს, მათაც არ ექნებათ. შეიძლება შენ იყო ფუფუნებაში და ქვეყანა 200,000 ხალხი 2 მილიონზე მეტი ქართველია ქვეყნის გარეთ გასული. რატომ აკაცო, რატომ დაწახვიდე ამ ფანტასტიკური ქვეყნიდან? კი ბატონო, მადლობა დიდი ბატონ გიორგი. და დავასრულოთ თქვენს ძალიან. მადლობა თქვენ ამ თემების წამოწევისთვის. თქვენ ძალიან თუ გაქვთ არაფერი, ყველაფერზე ვილაპარაკეთ მე. არა, რა, თქვენ თუ გაქვთ ხედვა, რომ აი ამ პრობლემას როგორ უნდა მოგვარდეს? ძალიან მარტივად. მე გეტყვით ერთ რამეს რა. აქ ქვეყანაში თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს კიდევ უფრო წარმატებული, გაცილებით წარმატებული და მხოლოდ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით არ დავეციოთ ევროპას, შეიძლება დავეციოთ. აიღეთ არაბული ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით ევროპაზე მაღლა არის. მაგრამ არანაირი პერსპექტივა არ აქვს. რა იყოს ახლა ცალკე ნავთობ ქვეყნები დავარქვათ, ნავთობ დოლარის ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე. გინამწყიდველობის მე სხვა რამეს ვამბობ. თუ ჩვენ გვინდა რომ იყოს წარმატებული ქვეყანა, არსებობს ძალიან კაი გამოცდილება, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა ისტორიული, რეფორმატორული, საკანონმდებლო კუთხით, პოლიტიკური რაც თავად. ამიტომ ქვეყანას სჭირდება აი გამოსავალი რაშია, რომ ამ მოცემულობით, რომელიც დღეს აგვაქვს, ამ პოლარიზაციით, როდესაც ოპოზიცია გადასულია ქუჩაში, ეგრეთ წოდებული. ბუნებრივია, ქვეყანა იქნება ყოველთვის უკან დაკაჩული. აი როგორი გარღვევა არ უნდა კონდეს. წინ ერთი ნაბიჯი წინ ორი უკანო, მეორე ხელი დაკაჩავს. ქვეყანას პირველ რიგში ჩემი შეფასებით სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა. ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე სჭირდება. სხვანაირად მექანიზმები აუცილებლად. თუ ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე არ იყო, თუ არ იქნა დებატი, თუ არ იქნა ძიება რაღაცის, თუ ეს კონკურენცია პოლიტიკაში, კონკურენცია მარტო ბიზნესში კი არ არის, როგორც ბიზნესში კონკურენცია, კარგი ისეა კარგი პოლიტიკაში. აი აქედან ეს იქნება პირველი ესე ვთქვათ გამრღვევი, პირველი ლოკომოტივი, რომელიც ამ პრობლემებს უფრო სწრაფად მოაგვარებს. ეს აი რატო ვერ ჩდება ჯანსაღი ოპოზიცია? დავაბატებ და მეც აღარ შეგაწუხებთ. რამდენიმე სულ თლათ ახალი არ არის, მაგრამ 3-4 წლის გამოსული არის ჩემი ფუნდამენტალური სახელმძღვანელო, რომელსაც ქვია თანამედროვე უმაღლესი მაკროეკონომიკა. ეს არის 700 გვერდზე მეტი A4 ფორმატის დიდი წიგნი, ამერიკაშიც წაღებულია. ეხლა ტრაბახით არ ვიტყვი, 80% ამერიკულ უნივერსიტეტებში არ არის ასეთი წიგნი, იმიტომ რომ მე მოვედი სხვა მეცნიერებიდან, ის მეცნიერების მეთოდები ეკონომიკაშია წამოღებული, ამიტომ ჩემთვის იოლი იყო ამის ყველაფრის გაკეთება. ამ წიგნის მთავარი არსი არის ის, სხვათა შორის უმაღლესი თანამედროვე მაკროეკონომიკა ქართულ ეკონომიკურ ფაკულტეტებზე არ ისწავლება. ის რაც მე მაქვს წიგნში არ ისწავლება. ამ წიგნში გაცემულია პასუხი, რატომ არის ერთი ქვეყანა მდიდარი, რატომ არის მეორე ქვეყანა ღარიბი. რატომ ვითარდება ერთი ქვეყანა და არ ვითარდება მეორე ქვეყანა? თქვენ გონიათ ეს ასე იოლი ამოცანა? 30 წელი დაჭირდათ ამერიკაში დასვეს ეს თემა, 30 წელზე მეტი დაჭირდათ ძალიან დიდ მეცნიერებს საბოლოოდ ჩამოყალიბებული. მე ეს დღევანდელი უკანასკნელი აი მეცნიერულ დონეზე რომ იყო გავაკეთე, და რატო შეგიძლიათ გითხრათ უცებ თუ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? არა, მე შემიძლია ამ თემაზე ცალკე ვისაუბრო. მადლობა იმ უნივერსიტეტებს, სადაც მაგისტრანტების პროგრამაშია სავალდებულო სახელმძღვანელოდ შეტანილი, მაგრამ ქართულ სივრცეში არ ისწავლება. ეხლა მითხარით მე, თუ თქვენ არიცით ქვეყნის განვითარება, რომელიც არის უალტერნატივო. აი ვერ მოიფიქრებ. ყველაფერი წერი აქ და არაკეთებ იმის მსგავს არაფერს. შეიძლება სხვანაირად რაიმე წარმატება იქნას მე. თქვენ ამბობთ რა განათლების და კომპეტენციის პროფესიონალიზმის დეფიციტიც არის. აი ახლა რა კი თქვენ ეს თემა ახსენეთ, რა ავითარებს საზოგადოებას?
ამ წიგნის და სოფლიო მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ის საზოგადოება ვითარდება, რომ ერთადერთი ფაქტორი ავითარებს. ეს არის ცოდნა, knowledge, რასაც ქვია და ცოდნის ზრდის ტემპი დროში. კი ბატონო. ყველაფერი სხვა ადამიანი მოკვდავია, თუ ვერ მოასწრო რაიმეს დაწერა, ყველაფერი მიაქვს. კაპიტალი, ანუ დანადგარები, ჩარხები, შენობები და ასე შემდეგ თამაშობს გარკვეულ როლს, მაგრამ დიდი როლი არ აქვს, მათ სადღაც მაქსიმუმ 30%-მდე თუა. შრომა, მათ შორის ადამიანური კაპიტალი, აი განვითარებული შრომაც არ არის გადამწყვეტი არის ცოდნის დაგროვების ტემპი და ცოდნა. ეხლა მითხარით მე, შენ თუ ცოდნას არ აწარმოებ და წიგნში მე მაგ გაყოფილი. ესე იგი, როგორ უნდა დაფინანსდეს ის სექტორი, სადაც ცოდნა იწარმოება და როგორ უნდა დაფინანსდეს ის სექტორი, სადაც ჩვეულებრივი ეკონომიკაა, პური, ყველი, ტანსაცმელი, მანქანა, სახლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას თუ პროფესიულად არ აკეთებ და შენ გინდა რაღაც კომისიები დაწერო, ის აბდაუბდა დასკვნები და გახვიდე ფონს, არ გამოვა ეს ყველა. კი ბატონო, გეთანხმები. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვებშდობთ მაყურებელს, ზუსტად სამშაბათს შევხვდებით TV26-ზე და არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი TV26. მადლობა.